არასერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო, პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი. დღეს იქნება გამორჩეული პოდკასტი. როგორც იყო ბევრი წლის წინ ახლა გავიხსენეთ, თურმე ბევრი წელი გასულა. თქვენ ამ ადამიანს ითხოვდით გამწარებით. გაამეორეო, თითქოს მე ვიყავი წინააღმდეგი. არავით არ შევთხოვეთ. დღეს ჩემი სულიერი ძმა, ჩემი ძმათა ძმა, რა გილი გააკ. მე ხო არ ვიყავ წინააღმდეგი, მაგრამ არავით არ შევთხოვ მაგას როგორ დაგაბრალებ ჩემო ძმა. გავიყვან ჩემს თავს და მარტო როგორ დაგაბრალებ. 2021 წელს შედგა ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული პოდკასტი, რისთვისაც კიდე ერთხელ მადლობა. ან 22-ში მაპატიეთ რა თუ დრო ამერია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხეს არ ნიშნავს რომ გილგა იმის მერე არ მინახავს. ამ კონტექსტში ვიძახი რა და მიხარია მართლა. და გულწრფელად გეტყვი მჭირდებოდა შენი აურა ეხა ეგითხარი ტელეფონში. და კაია მოკლედ აქ რო ხარ რა. როგორ ახარ ძმაო, ჩემო მითხარი. შენს გულს ვენაცვლი, ჩემო გიორგი, მადლობელი. მადლობელი კიდევ ერთხელ. შენკენაცვლები. ცისა და შენი. ჭირი, ეს მიიწია ცოტა შენსკენ? და აი ეგ. მადლობა და იმ ადამიანთა სამადლობელი კიდევ ერთხელ, ვინც ქუჩაში მხვდებიან. მოგიხსენება ალბათ ძმაო მეტნაკლებობით მე რომ სოციალურ ქსელთან მაინც და მაინც დიდი სიახლოვე არ მაქვს. ვიცი. აი როგორ დავაჯერო ვინ რომ ერთი SMS-ი არ მაქვს წაკითხული არც აქებარი ჩემი და არც სალანძღავი რა რადგან კიდევ ვამბობ აქედან დავიწყებ რა სამადლობელს თავისი განმარტება მსურს გავუკეთო რადგან კაცს ხება ძალიან ვნებს და სამწუხაროდ ადამიანებს ისე არ გვიყვარს ერთმანეთი რომ ვამხილოთ სიყვარულით. ჩვენ უფრო მოგწონს ხოლმე განკითხვა ერთმანეთის წუნზე და ნაკლზე საუბარი და ცოდვაზე რაღაცნაირად ეგო ამით იკვებება კაცისა. და შესაბამისად კარგს წაიკითხავ, შენ დაზიანდები,ავს წაიკითხავ და რაც არ უნდა ის თავად ზიანდებოდეს, ავის დამწერი. მეც არა ვარ იმ ხელა ქრისტიანი რომ ეს ყველაფერი გავატარო და მე გულთან არ მივიტანო და როგორ გამიბედეს სადღაც გამკრას შეიძლება ხმამაღლა არა მომერიდოს მაგრამ ჩემში ხო შემოვა ის მომკვდავი ჯავრი და ბრაზი ხო დაიწყება ამის დუღილი მე ამას უნდა ბრძოლა შენში ხვდები და ამაში რომ რო არ დავკარგო აი ჩემი ქალაქი გადაშლილი წიგნივით მე ახლა მეტროთი მოვედი ისე ველოსიპედით დავდივარ ჩემმა ძმამ დავითმა ძმობილმა დავითმა რომ მიბოძა მანამდე სკეიტბორდით დავდიოდი ეგ უნდა ვიგე სკეიტითაც სადღაც დამრჩა საყვარელო ძმაო და ვიღაც ბალღებმა წაიღეს ალბათ ისინი კატაობენ ძალიან მიხარია რომ დამრჩა რა ჩემი ბრალია რა და არც უნდა გაიჩერებინათ მე გული დამწყდებოდა რომ ჩემს ლამას ქალაქში საგროვებელი ნივთი დაგრჩეს სადღაც და ვიღაცამ დაგიტოვოს და თვითონ ბალღმა ნახოს და გორაობის ხალისი არ ჰქონდეს ისეთი დაბერებული იყოს დარდისგან და ვიღაც ბალღები გორაობენ და ძალიან მახარებს ეს და კვლავ ისევ სამადლობელში ვარ და მადლობა შენ საყვარელო ძმაო რადგან ის ჩვენი ძმური საუბარი მიუხედავად იმისა რომ არ მინახავს ჩამოციკციკებული ავკარგიანი კომენტარები ხალხი მხვდება და მხვდებოდა და მოგეხსენება ჩემი ალთაბალთა სიარული ცხოვრებისა არა იმ გადაცემაში არა ამ გადაცემაში არამედ ჩვენ საუბარში რაც იყო მოტივი და რაც იყო სალბუნი იმას მახსენებდნენ და იმისთვის მეუბნებოდნენ სათქმელს და საკებარს მე თავმდაბლობით ვცდილობდი მიმეღო და შენ რომ დამირეკე კიდევ ამბობ თან მეთქი ხო არ უხერხული ხომ არ არის მეორედ კიდევ მეორეს მხრივ თუ საკადაგებელი ჩემია და შენია ღმერთის სახელი ჩვენივე თავის საცხონებლად და როგორც უფალი ამბობს ცხონდი და შენ გარშემო ცხონდებიან ათასეული მეთქი დიდება ქრისტეს მაშინ გავღმერთიანდეთ და წავალ ჩემს ძმას და მადლობა შენ რომ როგორ ზომიერი იყავ ვიცი რომ უარი არ მეწყინებაო მითხარი რადგან ჩვენ ძმობის სიყვარული სულ სხვა არისო და აი ამისთვისაც ახალხოდ მადლობას გეუბნები რადგან შენს მონაწერში იგრძნობოდა სიყვარული იმხელა ძმური რომ
ვერანაირი მართლა ჩვენ შორის ჩემი მოსვლა არ მოსვლა თუნდაც ამ სხვა რაღაც გაუგებრობა დიდება ქრისტეს მაქვს ფიქრი რომ ვერ გადაკაჩავდა 10 მილიონი %. ამინ მადლობა საყვარელო ძმაო მიმსახურე მე მეთქმის მადლობა შენ არა ძმაო მე მეთქმის სადვარ კილი გუყურე სწორად აღნიშნე ეგ ფაქტი რა რომ მიხარია რომ შენთანაც იყო ეგ შემთხვევა უყურე 6 წელია ეს პოდკასტი მიდის დაახლოებით 200-მდე ეპიზოდია ჩაწერილი და ამ 200-დან აი ესე გამეორებებიც ყოფილა, როგორც ახლა შენ მეორედ მესტუმრი აქ იყო რაღაცა პოდკასტები რო თქვაზე მეორედ იყო ადამიანი, მესამედ იყო, იმიტომ რომ საინტერესო თემა იყო, რიგი მიზეზი, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრითაც და ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ ხალხის, ჩემი გამომწერების აზრითაც არის პოდკასტები, რომელიც რაღაცით გამოირჩევა რა. რაღაცა ჩემი პოდკასტები, რაღაცა ეპიზოდები კონკრეტულად. რაღაც სხვანაირად დაილეკა. ხო, რაღაცით გამოირჩევა რა. ერთ-ერთი იყო ჩვენი პირველი პოდკასტი. დიდება. რო ვამონტაჟებდი, მაშინ ხო ნახულობ თავისთავად რა, ამ პროცესს თავიდან გავდივარ. ეხლა ამასაც რო წავალ, თელ ჩვენ დიალოგს თავიდან გავისისხორცებ, გავიაზრებ და მოусმენ და დავტყვევი და თან დავამონტაჟებ. იმ პერიოდის მერე გულწრფელად გეტყვი, დიდი ხანი არ მქონდა ნანახი, მონტაჟის მერე, აქა-იქ თუ ამომიგდებდა ვიღაცის წაღებულ პატარა ნაწყვეტს რაღაცეებს. მე მახსოვს ჩემი ემოცია რაოდენ რაღაცა დამშვენებულ და დამშვიდებული გავედი რა შენთან საუბრის მერე და ალბათ ხვდები რატო იყო ეს ხალხში ესეთი გამოძახილი მაგრამ გულწრფელად რო ჩავშალოთ როგორ ფიქრობ და ეხა არის მხოლოდ პოზიტიურ ზემოქმედებაზე რა ლაპარაკი იქ არის კომენტარები თუ შეგიძლიათ ნახოთ ადამიანებში ამ პოდკასტმა და იქ მე ჩემი დამსახურება გულწრფელად ვიზახი და ნაკლებად არის გილიგას რაღაცა ლაპარაკებმა რაღაცა შეხედულებებმა და მისმა პრიზმამ როგორც აღიქვავს ის ცხოვრებას ბევრი ადამიანისთვის იმ მომენტში იყო ერთგვარი კათარზისი რა როგორც მე აღვიქვი კომენტარებში რატო იყო ეს შენი აზრით რა ანუ დაილია ფიქრობ გარშემო წყაროები სადაც შეიძლება ესეთი რაღაც მოისმინო მე არ მინდა რომ გამოირჩეული პოდკასტი გქონდა ეკი არ მინდა ანუ რატო იყო ესეთი მნიშვნელოვანი დღეს ხო სავსეა ბევრი რაღაცა არის შეიძლება იმ დღეს არ იყო მაგრამ დღეს არის ადგილები სადაც შეიძლება რაღაცა მსგავსი სულიერი კათარზისი მეტნაკლებად იყოს რატო გქონდა ამ ხელა გავლენა რა ეს ჩვენი პლუსი იყო თუ გარემოს მინუსია როგორ ფიქრობ რო ადგილები დაილია სადაც შეიძლება უბრალოდ რაღაცა ისეთი მოისმინო რომელიც არ იქნება ფიქსირებული ქადაგება მიხვდი რომელიც აქა-იქ უბრალოდ დაზეპირებული ფრაზები რომელიც იდეაში უნდა ცხონდე ფრაზები რა რომელიც რო ხვდები ადამიანს უსმენდა ნუ გავიგე მაგას მეც წავიკითხე ხვდები რომ არ გიგრძვნია რა რასაც მე ლაპარაკები არის დაზეპირებულის დაფასთან მოყოლა ანუ ეგეთი ადგილები ეს ჩემი სუბიექტური აზრია იმედია მეშლება და ბევრი არ არის მე ესე ვხედავ რომ ბევრია სადაც ბრტყელი სიტყვები სადღიგრძელოები ოხრათ მოდის და მოდის იმის უკან ბევრი რაღაც არ დგას გონია რომ ის ეპიზოდი იყო ამითი გამორჩეული ეს ჩემი მხრიდან დანახულია შე როგორ ფიქრობ რა იყო იმაში გამორჩეული პირველ რიგში შეგიქებ კითხვის დასმის ფორმას ბრძენის მამღევხარ საოცრად კვალიფიციური ფორმულირება პირიქით მგონია ბევრი ვიტრეკინებება არა საყვარელ ძმაო შენს თქვი რომ ჩვენი სიდიდე იყო თუ სხვისი სიპატარავე იმათ რომ ეკლდათ ეს იმის ბრალი იყო თუ ჩვენი იყო მოჭარბებული და ჩვენი იყო ეს ძალიან ფილოსოფიური კითხვა იყო და მადლობა ამ კითხვისთვის პირიქით იმიტომ რომ მე პასუხს მსგავსად ვფიქრობდი უკვე და შენ კითხვაშივე პასუხი ჩემი შენ თავადვე გაიცი რადგან ყველაფერი შედარებითია საყვარელო ძმაო ჩვენი სიბევრე ცოტა სიცოტავეს ნიშნავს და იმათი სიცოტავე ჩვენ სიბევრეს ნიშნავს ამ შემთხვევაში ეს როგორი ჰარმონია იცი აი მათემატიკური 1000-დან 1000% როა რომ დღევანდელ ჩვენ სამყაროში ვამბობ მე არ ვამბობ მეტაფიზიკურ სამყაროში აქ ვამბობ რადგან ეს ყველაფერი ერთი მაღალი როა და მეორე დაბალი ეს დაბლის ბრალი არ არის ის რომ მაღალია არც მაღლის ბრალი არ არის ეს რომ დაბალია მაგრამ ერთი მეორეზე მაღალია და მეორე ერთზე დაბალია ეს ასეა
მოდი ახლა ჩვენ მიზეზი კი არ ვეძებოთ საყვარელო ძმაო. რატომ მოხდა ეს? მოდი ჯერ ის მივხვდეთ, რომ რაც მოხდა, ის ნამდვილად მოხდა. იცოდე რომ ერთია კაცი გეუბნება, მე შენი მესმის, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ ესმოდეს მასში. ერთია რომ გეუბნება, ბიჭო, რაღაც სითბოს ვგრძნობ. და ეს ძალიან დიდი სითბოა. და შეიძლება პატარა ასანთის ღერი იწვოდეს. მაგრამ მისი გული ისეთი გაყინული იყოს, რომ ამ პატარა ასანთის ღერმაც კი რაღაცა სხვა ემოცია დაბადა, რომელიც მისთვის ძალიან შორია და უცბად იმხელა ენერგია მოუტანა თითქოს ვულკანი ამოიფრქვა მის წინ. მე ეჭვი კი არ მსურს ვინმეში შევიტანო. უბრალოდ სურს რომ გაცილებით ღრმად ჩავიდეთ აი ამ საინტერესო საძმოს საუბრის შედეგზე, რაც შენც ადასტურებდა, მეც დიდება უფალს კიდევ ამბობ, ქუჩაში დამიდასტურა ძალიან ბევრმა ვაჟმა და ძალიან ბევრმა მშვენიერმა ეს რაც ახლა შენ მითხარი. და ეს ეხლაც მე რომ მოვდიოდი, ნეტა მოხდება უფალო ამბობ. ნეტა მეორედ რომ მივდივარ ჩემ ძმასთან, რომ მიყვარდი შენ 4 წლის წინ ძმურად. ახლა მართებს 4 წელი ზემოდან დავაშენო ამ ძმურის სიყვარულისა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 4ჯერ მეტჯერ არ ვნახეთ ერთმანეთი, არ ვნახეთ, არა ვერ ვნახეთ ხალხს უსვა. მაგრამ ჩვენ ძმურის სიყვარული ხო ღვივის კვლავ. ეგება იმ ასანთის კოლობს წააგავს კვლავ. მაგრამ ჩვენ უკვე რადგან ასანთის კოლობს წააგავს კვლავ 4 წლის შემდეგ, საერთოდ არ არის სადღეგრძელებელი ეს ჩემი სახელით. პირველ რიგში ვამბობ, რადგან უფრო მეტი უნდა მეღვაწა ჩვენი ძმობისთვის. თუ ჩვენმა ძმურმა საუბარმა სხვათა გულები გაათბო, გიორგი, რა გავაკეთე მე? რა გააკეთე შენ საყვარელო ძმაო, რომ ჩვენ შორის ძმურის საუბარი კიდევ ერთხელ შემდგარიყო. ერთხელ არ დაგიძახე, ერთხელ არ დაგპატიშე სადმე. ხვდები? შესაბამისად ის პატივი, რაც მე მერგო, საერთოდ დაუმსახურებელია ჩემთვის. წეღანმე ტყუილა არ გითხარი, მე არაფერ შუა. რაღაც ცა მოხდაო, შენ ხო მითხარი? ცა მოხდა და იმიტომ. მისი მადლი შეეხოთ, იცოდე მსმენელს და მაყურებელს რა. არა მე და შენი სიბრძნე შენდობა ძმურის სიყვარულით გეუბნები რა. არ მგონია რამე კაცის გულს ეხებოდეს გარდა საუფლო სიყვარულისა და მადლისა. ლექსები კარგი გეთანხმები. ბევრი ვიცით გრძელი, ბევრი მოგვისმენია. მაგრამ დაფასთან დაჯექი ხუთიანი ყოფილა ყველაზე დიდი შეფასება თუ შეიძლება ითქვას ამ ლექსის თუ სადღეგრძელოს ბოლოს დასასრული. ეს კი დასაწყისია. ძმურის საუბარი უფალი რომ ამბობს 2 ან 2-ზე მეტი თუ არის სიყვარულით, ანუ ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის და მათ უფალი იგრძნეს საყვარელო ძმაო. განა გასაყოფი მე და შენ ძმურის სიყვარულისა, მეტი გვაქვს რამე. განა რამით ხო ვამბობ აგერ სახალხოდ ვამბობ, როგორ მიყვარხარ, როგორც ქრისტეს მეერი ძმა, მაგრამ საერთოდ ვერ უმსახურებ შენი ძმობის, ჩვენი ძმობის წინაშე, ისე როგორც მომეთხოვება, როგორც ქრისტეს მიერ ძმას. შენ რომ ხატი მისახსოვრე წმინდა გიორგის. როდესაც ვდგევარ მაგ ხატთან, ყოველ დილით ლოცვისას, გულში თუ ბაგის მიერად, ყოველთვის იცოდე რომ შენ მოხსენებული ხარ, ერთ-ერთი პირველი, შენი სახლეულით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საყვარელო ძმაო. მე და შენ რომ სხვადასხვა კონტინენტებზე ვცხოვრობდეთ კიდე ხო? 2 მეტროს გაჩერება და მე შემეძლო ბევრჯერ მოსვლა. როგორც ალბათ შენც. იგივე მაგრამ რა ვქნათ? გუჯაბნის ეს საწუთრო წუთი სოფელი, ვითომ წუთი სოფელს ვეძახით, მაგრამ მაგრად გუჯაბნის ძმა. დრო ვეღარ გამოგვიყვია. იმაზე სანუკვარი რა არის ვიდრე ძმების ურთიერთობა. იმაზე სანუკვარი და მადლის მომცემი რა არის მით უმეტეს ნაცადი ძმების ნაუბრიდ გამომდინარე სხვათა სალბუნი იხილე კაცმა და შენ მაინც არ აგრძელებ ამ ურთიერთობას, ჩემს თავს ველაპარაკები სახალხოდ. სად არის გილიქ შენი ქრისტიანობა ულოშებს რო იკრიხავ. ვინმე სხვა არ გონია რომ ეს ცოდნა გილიგამ რაც თქვა მაშინ
ძალიან დიდი ცოდნები იცის რამე და ეს მან ისეთი რაღაც წაიკითხა და შეიმეცნა არა ჩემოზე. ეს არის იოტისოდენაც არ არის მე რაც ვიუბნე. იოტისოდენაც არ არის. მაგრამ აი მანდარი ქრისტიანული მადლი რომ უფალი მოწაფეებს ეუბნებათ იოტისოდენადაც რომ გწამდეთ. ღმერთი დასუთხრა აღიფხვერ და ზღვაში ჩავარდიო. თა გადადგება. სიტყვის ძალა საყვარელო კაცო. სიტყვა, როდესაც აღმოედინება გულის და სულის და გონის საერთო წიაღიდან, ეს არის სამების ძალით და შეიძლება შეძრას სამყარო მართლა მთები იძრას. რწმენით ნათქვამა სიტყვამ. როგორც დასაბამიდან იყოს სიტყვა, ეს არ არის ზღაპრად თქმული ამბავი. თუ ქრისტიანებს გვჯერა საოცარი ცოდნის მართლმადიდებლური, ბიბლიური და სახარებისეული, მაშინ ყოველი სიტყვა ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ბასრი, ბრიტვა, ალმასი, სამართებელი გიბრია თითქოს ხელში. და ეგ ფრთხილად თქვი რაღაც, არ გაიჭრა კანი, არ დაიზიანო, არ დააზიანო, ხელი არ გაგისხლტეს ხელიდან ეს სიტყვა. თორე როგორც ძველი სიბრძნეა, სანამ კაცი სიტყვა სიტყვის. სიტყვა არის კაცის ტყვე. სიტყვას როგორც სიტყვის ტყვე ხდება კაცი. დღეს ყველაზე მეტად სამყაროს ანგრევს არა სიყვარულით ნათქვამის სიტყვების საყვარელო კაცო. თან კიდევ იცი რა ანგრევს ჩემო გიორგი. ერთის მხრივ კაცი ტრიალ მინდორზე იტყვის ბილწ სიტყვას. სხვაზე გაფრინდება და ეს ბილწი სიტყვა გამარადიულდება მიდის თუ ამ მარადიულ ცოდვას სინანულს არ დააწევ და არ გამოითხოვ არ შეინანებ ეს მარადისობაში განგრძობილი სულ არსებობს აღმოთქმული სიტყვა. მაგრამ ნახე დღევანდელობას რა აქვს კიდევ უფრო საზარელი. ჩვენ ამ სიტყვას ჩავწერთ ვიდეოზე, დავწერთ სოციალურ ქსელში და ხორცს შევასხამთ. ავტვირთავთ. ჩვენ ერთხელ ჩავწერეთ მიკროფონთან, ხო? გაფრინდა. ნახა ერთმა, ნახა ორმა, ნახა სამმა, ნახა 10-მა, 1000-მა და ის ცოდვა ვითომ ერთი გაფრენილი სიტყვისა მძიმდება და მძიმდება 1000-ობითა და მილიონობით. რამდენი ყურიც წაიბილწება, იმდენჯერ მძიმდება შენი ცოდვა. არა და შენ ერთხელ აკაკ ეგ ბილწი სიტყვა ნათქვამი. მაგრამ ვაირო ჯერ ერთხელ რომ თქვი იმას გადყორცნის მარადიულობაში ვერ ეწევი შეიძლება სინანულით და არა გაქვს სინანულს ძალიან დიდი ძალა და ცოდნა სჭირდება. ამ ერთხელ ნათქვამს ვერ ნანობ რომ დააბრუნო მარადისობიდან და განაქრო ეს ყოველივე უფრის მოწყალებით და არა თუ კიდე რამდენი კაცის ყური წაიბილწა შენი სიტყვით. ჩემი ერთი საყვარელი ნიჭიერი ძმა არის და რაღაც ლექსი დაწერა. და იმ ლექსში ერთი ძალიან უკმეხი სიტყვა იყო. და ვეუბნები საოცარი ლექსია. და ეს სიტყვა რაში გჭირდება რა? არა უგილიგო მინდა გამოვაფხიზლო ხალხი, ბიჭო. მე თუ მკითხავ მე შენ თავად გძინავს. რადგან ამ სიტყვის სიბილწეს შენი სულისთვის საზიანო პრიზმაში ვერ იაზრებ. აი ამ სიტყვა მე ვთხარი, შეიძლება ჯოჯოხეთის სამარე გაუთხაროს კაც და მანამდე ისეთი წმინდა სიტყვები ქონდა. აი ამან შეიძლება სასუფეველი მოგაგებინოს. ნახი საყვარელო ძმაო, გადახედე. სიტყვა ძალიან სახიფათოა, ფრთხილად იყავი. არ ქნა მოდი რა მეთქი, ეს სიტყვა ამოიღე. ან გონიერი კაცი ხარ, რადგან ეს საქებარია საუფლო სიტყვა. და უფალმა დაგაწერინა, ნახე ბოროტისად შემოდის ერთი სიტყვით. და ჩათვალე რომ ლანგრით მოგართვან კამკამად თასით წყალი და ვიღაცამ ერთი ტალახის წვეთი ჩააგდოს. რაც არ უნდა ეს ტალახის წვეთი განქარდეს ამ დიდ წყალში. შენ ხო იცი რომ ეგ შერყვნილია და წაბილწულია, ეგ ტალახიანია. ხო იცი რომ ეგ არ არის სუფთარი თქმება. დაფიქრდი ძმურად რა. არ დამიჯერა ძმამ და მაინც დადო.
დადო და ბედნიერია. გავიდა ხანი. ბალღი გაეზარდა. და მაგ სიმღერას რო მღერის მოვიკითხავ სიყვარულით ეხლა იცის ალბათ როდესაც ნახავს და იცის ბევრი საათი გვისაუბრე ამაზე. ამ ბალღმა მარტო ეგ ბილწი სიტყვა ისწავლა. ეს ბალღი არის გოგონა. და ამ მამამისის ლექსიდან ეს ბილწი სიტყვა ისწავლა და მე ამ ბალღმა ასწავლა თავის მეგობარ გოგონას. ამაზე საათობით გვისაუბრია. და 4 წელი გავიდა იმის შემდეგ. და ეხლა 4 წლის თავზე მეუბნება რომ კილიკო ბიჭო მართალი იყავიო რა. აი ეგ მაგ ლექსიო და იმ ბალღმა კიდე მთელს ჯერ სკოლაში არ შესულა პატარა. მთელ ბაღის ბავშვებს ასწავლა. აი ერთი კაცის დაწერილი ლექსიდან იგავს ეხლა რაც ხო იცი იგავივით უცბად წავიდა და ისე წავიდა რომ ვერც მიხვდა საყვარელო კაცო. ვითომ ეს უწყინარი კარგი რაგიდი შემოლაწუნება მინდა და მეთქი ბიჭო ფრთხილად იყავ და საერთოდ არც მაშინ მეუღლეც არ ყავდა არ შეყვარებული იყო. არც მე არ მეფიქრა ეხა ესეთი ბრძენიც ნახდა და მომაკვდავი რომ ვიყავ რომ შვილზე მეფიქრა. მეთქი რომ ვიღაც თავის ძმაკაცზე ვიფიქრე ვიღაც კაცზე ვიფიქრე ვის კარგია განმარტება სიყვარულისა სიწმინდით მიუყვები და უცბად ეს გარყვნილი პოეზია შემოდის და არ სჭირდება ზედმეტია ხორცმეტია და უცბად შვილი გოგონას დაქალი და მე მთელი ეს ბაღის ბალღები და ერთის მხრივ დღევანდელობა იმდენად ამჩადდა რომ კარგი რა გილიგ რა ხა ისეთი რაღაცები ხდება კაი ვთქვა რა მოხდა პირველად თუ იყო სიტყვა იგი სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იგი იყო თავად ღმერთი შენ ღმერთზე მელაპარაკები და მეუბნები კარგი რა გილიგ ფრთხილად მეთქი ძმა ფრთხილად მადლობა ჩემს ძმას ახლა განგებს სახელით და გვერდით არ მეუმართავ რა თქმა უნდა რადგან სადაც შეეძლო აიღო ეს ლექსი აი სადღაც თავის ვისაც გაზიარებული ქონდა იმეებს დაურეკა და აიღეთ და ისინი ბიჭო რა ამდენი მოწონება გამდენი არ მაინტერესებს აიღეთ გეხოცები და მადლობა მინდა უთხრა მას ამ გადაწყვეტილებაში იმიტომ რომ გვიან არასდროს არ არის სანამ ცოცხალი ხარ მაგრამ ეგრე რომ კაცმა თავი დაიმშვიდოს ვინიც ის ეგება ბოლოჯერ გვიღამდება ასე რომ სულ მზად ყოფნაში უნდა იყო და მაქსიმალურად განწმენდილი ყავდეს ხორცისა და სული შენი და გქონდეს რადგან არის ბოლოს აღსასრული როდის მოგივარა დიდება ქრისტეს ძირითადად ან მოდის ისე რომ დაგეგმილი არის ეს არ არის აი ვისაც ნეულება ჩემს ნეულებაზე რომ მეუბნებიან რომ კილიკ შერატო ეს რატო არა ვინმეზე მეტი ვარ ვინმეზე რადგან წვერულვაში მაქვს განსასწრელი არ უნდა მქონდეს დიდება ქრისტეს კიდევ ვამბობ ჩემო გიორგი მე კიდე დიდხანს ვიცოცხლე ბალღები არიან ჩვილები აღესრულებიან პატარები არიან ჯერ ცხოვრება არ აქვთ ნანახი так ტირილი ამხელა მუტრუკმა როგორ უნდა დაიწყოს ჩემს თავზე ვამბობ რომ რაღაც ცოტა კიდე დიდება ქრისტეს მანიცოდეს როდის და როგორ იმიტომ რომ მოვლენაც მისი იყო ნება და აღსრულებას უბრალოდ რატომ დავიწყე საუბარი მე რომ მომეცა განსასწრელი ეს ძალიან მადლიერი ვარ რომ რა იცი როდესაც უფალი ტამპეხს და ბეჭებს გაძლევს ბრეკებით რო იარო ლექსის წერის უნარს გაძლევს ამხელა სიყვარულს გაძლევს რაც მე ქალაქში მოხდება დიდება ქრისტეს არავიზე მეტი არ მიმსახურია მაგრამ მერგო ეს რაღაც ძღვენია თითქოს გასაფრთხილებელი ჩემზე ნიჭიერნი არიან მრავალნი ჩემზე ბეჭგანიერნი ჩემზე დიდი ტალანტების მქონენი და ხალხი არ იცნობს ვცდილობ თითქოს გავაცნო ისინი ადამიანებს მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვახერხებ რა არა და უსაყვარლესი და-ძმანი არიან ვინც არიან ჩემს გარშემო ვისაც ვსაუბრობ ახლა მაგრამ მე რაღაცნაირად ასე მოხდა რომ მერგო მაგრამ თუ მოგეცა მეტიც მოგეთხოვება ღვთის წინაშე
ასე რომ ეს განსაცდელი, როდესაც მოვიდა, ჩემთვის კარგი იყო გაკვეთილად რა, ამის თქმა მსურს. ხო შეიძლებოდა მართლა დამეძინა და ვეღარ გამეღვიძა, მაგრამ არა დიდება ქრისტეს. ავთვისებიან სნეულებებში ყველაზე მორჩილი რომელიც არის ის შემყარა. და ისეთი განრიგი მოხსმე ამ ოპერაციების შემდეგ რომ ყოველ დილით უნდა ვსვა ერთი პაწაწინა წამალი. უწყინარი წამალი და ყოველ დილით უნდა მახსენდებოდეს აი ამ პატარა წამლით რომ დიდება ქრისტეს უფალს უყვარხარ ბალხო. და ვიღაცებს არ მიეცათ ეს შანსი შენ რო გიჭირავს ხელში. შენ რო შეგიძლია გადახედო შენს ცხოვრებას. ადრე ვერ ნანობდი რაღაცაზე. შეიმეცნე სინანული, ახლა შეინანე. ადრე ვერ მსახურობდი მორჩილებით, რადგან გეგონა რომ არადის იქნებოდი, ახლა ხო იცი. ხო და ვერ აგიხსნი სულიერ ცხოვრებისთვის ეს რამხელა საჩუქარია, რომ ღმერთმა მოგცა ცხონებისთვის ისეთი განზადებული ტრაპეზი, რომ აი როგორი ბეჩავი უნდა ვიყო ღმერთო შემინდე და ვარ, რა თქმა უნდა. რომ მიუხედავად ამისა, მაინც არ გირეკავ და ძმობით არ ვზმაკაცობ შენთან. მაინც ნახე მე მომეთხოვება საყვარელო კაცო რა. მე რა ბალღი ამიტირდება სახში თუ რა, აი შენ ცოლშვილიანი კაცი ხარ. თუნდაც ამიტომ მე მომეთხოვება. მე ძალიან მომწონს ძველი თქმა პაპა ჩემი ამბობდა. ორი ვაჟი ცხოვრობდა, ერთი უცოლშვილო იყო, მეორე ცოლით და შვილებით დახუძულიო. ღამე უცოლშვილო ძმად გებოდა და თავისი ბეღელიდან ქერსა და ხურბალს ტომრებით იღებდა და თავისი ძმის ბეღელში მიჰქონდა და იქ აყრიდა. ჩემი ძმა ცოლშვილიანიაო და მას უფრო სჭირდებაო. და ასევე ღამე ცოლშვილიანი ძმად გებოდა თავის ბეღლიდან იღებდა და ჩემი ძმა მარტო ხელაო და მას უფრო სჭირდებაო და გული მითბება ამ ძმობაზე რა ვქნა რა. და მე მჯერა რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია 21 საუკუნეში ასეთი ძმობა გიორგი. უბრალოდ კიდე გეუბნები სიტყვას დაუფიქრდეთ რა რას ვეუბნებით ერთმანეთს. და დაუფიქრდეთ სიტყვა საქმედ თუ ვაქციეთ. იმიტომ რომ სიტყვა და საქმე ერთი უნდა იყოს. როდესაც უფალმა თქვა სიტყვა შეიქმნა. ეს ხდება ერთმანეთთან ერთად. და ჩვენი სადღე გრძელობებიც ასე უნდა იყოს საყვარელო კაცო. თუ შენ სიტყვის თქმის ძალას იპოვნის საკუთარ თავში, მით უმეტეს ასე სახალხოდ, უტიპრად, როგორც მე ვბედავ, შემინდოს უფალმა. მაშინ ნება უნდა ვიბოძო საყვარელო ძმაო რა. ნება უნდა ვიბოძო და თუ ვიღაცა ერცილას გამარტყავს, ვიფიქრო ეგება შეუძლო და მეორეც მიუშვირო, ჰა? დავინახავ მშიერს. უნდა დავაბურო. დავინახავ დედიშობილას, უნდა შევმასო. დავინახავ წყურვალს. წყალი უნდა გავუწოდო საყვარელო ძმა. თუ ამას არ ვაკეთებ, მაშინ ჩემი წვერი და უგვაში ისე გაქრება დროჟამთან ერთად საყვარელო ძმა. თითქოს არც აყოფილა რა. შემოც ბაკაცო უყურე. ეხლა რადგან შენით ახსენე რა. მე არავითარ შემთხვევაში რადგან უკვე ესე შენ თვითონ მზაობა გაქვს სიტყვაზე და გილაპარაკია ამ სნეულებას გულისხმობ რა. ხო გინდ ამ გასაჭირს რომელიც უეცრად დაგატყდა თავს რა იყო ესეთი ამბავი რომ კონტაქტობდით მე და შენ მაგ დროს თურქეთში რო იყავი წასული შენ გულს ვენაცვალე ასო შენი ძმობა და ძმების ყურე ოქრო იყო ესეთი ამბავი რომ თავიდან ვიწრო წრეში იყო
ეგ ამბავი. მე პატარა ქვეყანაა რა და საიდანაც გაჟონა მიჟონა და ბევრმა მითხრა რომ შენგან განსხვავებით გონია რომ მაგით ძალიან ინარჩუნებ ჯანმრთელობას მე ნაკლებად უთხრილდები მაგას რომ მე ბევრი წერილი და რაღაც რაც მომდის პროფესიიდან გამომდინარე რაღაციდან გამომდინარე მინდა არ მინდა მიწევს ამის გაფილტრვა კონტროლი პასუხი ასე შემდეგ რა იყო ესეთი ამბავი რომ როდესაც გასკდა ეგ რატო არ ლაპარაკობთ და რადგან მე და შენ მახარებს ეს ფაქტი როგორც ძმებს ისე აყუქავენ იყო პრეტენზია უპრიანი იქნება მაგრამ ხო აი ერთგვარი რაღაცა მესიჯები რომ რატო არ მოყავსო პოდკასტშიო მაგ პერიოდში რა და რატო არ ლაპარაკობო ამაზეო რა ჩემი აზრით მე არასოდეს არ მინდოდა პარაზიტირება ამ თემაზე რა ამას აქ მედალს ორი მხარე აქვს რა ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია სადამდე გაიტან რაღაცას საკმარისია ვიღაცამ ხელი აფათუროს მე არ მესმის მე ეგრე უყურებ ცხოვრებას რომ ჩემთვის ეს პარაზიტირება არის რაღაცაზე რასაც ორი მხარე აქვს მადლობა ძმაო ამიტომაც მე არ ვეხებოდი ამ თემას ერთადერთი იქიდან გამომდინარე რადგან შენახსენე შენ თუ ესე აღიქვავ რომ ეს იყო გაკვეთილი სწორი აღქმა იდეაში და ეს იყო განსაცდელი რაღაცეები და გადაგეფასებინა და გარდაუვალია ამ დროს გადაფასებები არ მოხდეს რა არ დაგიმძიმდეს სიღრმე შენი ცოდნის და სულ სხვანაირად არ შეგახედოს და როდესაც ჭალებში საბედნიეროდ როგორც შენ საუბედურო ცხვებისთვის ბევრისთვის ეგრე არ არის მაგრამ საბედნიეროდ კარგი ფინალი იყო რა ყველაზე სუსტი მოგავლინა უფალმა და ბრძოლის უნარიანობა მოგცა რა და მხნეობა მოგცა მე მახსოვს შენი ლაპარაკი მე მახსოვს შენი შემართება გეფიცებით ბავშვიცა ვარ მეგონა რომ აბსოლუტურად ანუ აი ან ხადაობა იყო ისეთი მიდგომით მე ლაპარაკებოდა იქიდან რომ ველაპარაკ მე თქვი ან ვერ აღიქვავს მე თქვი ან ბოლოს მივხვდი რომ ვერ აღქმაზე არა მხნეობაზეა რა ვინ როგორ მივასკდებით კედელს რომელსაც აწერია პრობლემა რა ამიტომაც მე მიხარია რომ ესეთი ფინალი აქვს ცუდია რომ საერთოდ მოხდა მაგრამ რადგან მოხდა და ესეთი ფინალი აქვს ძალიან კარგია მაგრამ რადგან მეგობრობის ასპექტში განვიხილავთ და შენი ძახი რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემთვის ტრიგერი გადასაფასებლად და ამის მერე უფრო მეჯერ უნდა მოვიკითხო უფრო მეტი წვეთი უნდა დავლიო ცხოვრებისო რაც მესმის კი მაშინ მოდი იგივეს მეც ვიტყვი რა უფრო მეჯერ უნდა მომეკითხე არა მარტო მე და არა მარტო ვიღაცეებს ეგ ორმხრივი არის მე ჩემი უნდა ვთქვა მე ამიტომ მომინდა რომ მე ჩემი მეთქვა რა შენ გენაცვალე მე რა მინდა იცი გითხრა აი თუ ესე ვეხებით მეგობრობის ასპექტს საწყსაყრდენი თითქოს რა ამ ცნების რა მეგობარი ძმა რაც გინდა დაარქვი რა არსი ერთია რა შენიანი ვისაც შენ ძმას ეძახი და ვინც გეიმედება, ვისაც ეიმედები, არა მარტო ხინში, არამედ ჭირში, ნებისმიერ ცხოვრებისეულ ამბავში რა. ბევრი რაღაც ტრანსფორმირდა. მე და შენ ერთი ასაკის ვარ თითქმის. მაგრამ მე მგონია რომ შენი ცხოვრების რაღაცა რითმი და სტილიდან გამომდინარე და შეიძლება ეს ზედაპირული არის, ეხლა რაც გარედან დანახულია. უფრო მგონია რომ დიდი წრე ყავს შენარჩუნებული ეხლა ვიდრე მე. ეს არ ნიშნავს რომ ჩაწყვეტილი მაქვს რაღაცეები მივხვდი უბრალოდ მე რაღაც ამ ბოლო წლების მანძილზე დავაბრალებ და ოღონდ არ არის დასაბრალებელი ბავშვს დავაბრალებ ცოლს ეს უბრალოდ თავის გამართლება იქნება რა ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე წრე ისე დავაპატარავე წრე რომ ებიჯო ლახტიბზი ვარ უკვე რა ანუ მარტო ვარ გრძნობ ეს არ არის მარტო სულობა ეს არის რაღაცა გააზრებული მარტოობა სადაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი დავიტოვე ვისთანაც ხარჯავ დროს ოღონდ ეს არ გამორიცხავს ჩემ დამოკიდებულებას იმ განვილ 37 წელში ძმებსა და დებს შორის რაც კი ამიკრეფია ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა ერთი ზარი ერთი რაღაცა იქ გავჩდები გადავაკვდები გადმოვაკვდები მაგრამ სურვილი კომუნიკაციის გულწრფელები რო ვიყოთ მიზეს ვერ პოულობ ვაბრალებ ასაკი სირთულეები ცხოვრება მაგრამ ძალიან დავავიწრო ყველაფერი რა მარტო გავიჩითე და სადღაც ან მომწონს სადღაც მე რომანტიულება მე ხვდები რომ დეგენერატობაა რა ანუ არ არის ამაში არაფერი რომანტიზმის მარტო გამაკ პრობლემები არ არის არაფერი ამაში ეს არის ესეც თავის გამართლებაა
რატომ მოუყევი ახლა ამდენი სისულელე რა? როგორ ფიქრობ დღევანდელი მეგობრობის ცნება? აი მე და შენ გულწრფელად ერთმანეთს ძმებს ვეძახით. მიუხედავად იმისა, რომ კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ აი ეს პერიოდი თუნდაც როდესაც ძმას გიჭირდა, მეც ვთვლი, რომ მეტჯერ შემეძლო ფიგურირება გამომეხატა სადღაც. ასევე შემეძლო. თუმცა გულში და იმედი მაქვს რომ ეს იცი. გულში რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთი ზარი, ერთი რაღაც იგავჩდებოდი, იგავათენებდი. მოკლედ გასაკეთებელი ყოველთვის ჩემი მხრიდან გაკეთებოდა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ საჭიროება მოითხოვდა. მე როგორც მესმის მეგობრობა და როგორც მახსოვს მეგობრობა, მამასგან მოყოლილი წინათაობების, ძირთად მამის გავლენა უფრო დიდი, მაგრამ რომ მამის მეგობრების და რაღაცეების ყურებს. მაშინ ცოტა სხვანაირი იყო რა. გავაუფასურეთ მეგობრობა, როდესაც მარტო ჭირში ან ხინში ვეძახით ერთმანეთს. ანუ აი ეს ფრაზა რო ვამბობთ, რომ სულ მახსოვ ხარ, სულ მიყვარ ხარ და კარგი ერთი შეგრძნების დონეზე როცა გძნობ, რომ და ეს იშვიათად მაქვს რა, რომ ადამიანს წლები არ ნახავ და რო ნახავ ათვლის წერტილი ისე ვიც დღეარი რაც იყო. აი ეს ძვირფასი ამას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, რომ შენ ამას ვერ გრძნობ, რომ თითქოს 10 წელი არ გინახავს. იმ დღიდან გრძელდება საუბარი, როცა ნახვამდის უთხარი ხელი ჩამოართვი და ეს სიმძიმე 10 წლიანი განშორები სიტყვაზე ვიძახი, შენ ბეჭებზე არ გადევს. ეს იშვიათია ჩემ შემთხვევაში. ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც აი ესე დიდი ხნის მანძილზე არც გადავეყრები, არც ვნახა უცხო ეთშია. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი რამდენიმე სიტყვაზე, მაგრამ აი, როდესაც კომუნიკაცია იწყება, თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს. ისევ იმ მომენტში ვართ, სადაც ბოლოს ხელი ჩამოვართვით. როგორ ფიქრობ, აი ეს ყველაფერი ამ საუკუნის, ამ გარემოების, ამ ყველაფრის ერთი ადგილის თამაში ხო არა, რომ გავაუფასურეთ მეგობრობა და ვამართლებთ ლამაზი ტერმინოლოგიით რა. თორე საჭიროებები მეგობრობის უფრო მეც მოითხოვს, პროსტა არ ვაკეთებთ. ჩემი შენ გითხარიო, შენ ჩემი მითხარი და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ხელს ვიშლებ. პირველ რიგში ჩემ თავზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ იმით დავიწყებ. ძალიან დავავიწრო. ხო და შენ გინეცვალე. და არსად არ ვჩანვარ, სადაც ალბათ უნდა ვჩანდე და საჭიროა რომ ვჩანდე. იმიტომ კი არა რომ ვჩანდე. მეგობრის თვალს გაეხარდება, მეგობრის გულს გაეხარდება. იგივე ჩემი მეგობარიც გამეხარდება ხანდახან, მაგრამ აი ეს მოიტანა ცხოვრებამ. ხო არ გაუფასურდა შენ როგორც აღიქვავ ძმობას მაგ პრიზმიდან ეგ ამბავი. საოცარი კაცი ხარ რა, შენ გინეცვალე. შენ ისეთი გაზრდილი ხარ. არ ვიცი რა შეიმეცნე, რა წაიკითხე. არაფერი განსაკუთრებული არაფერი. იგივე რაც შენ ამბობ. ისე სვამ კითხვებს, რომ აი ფილოსოფოსთან ვარ მე სტუმრად დღეს რა. მე ბედნიერი ვარ. მიიღე საქებრად ეს სიტყვები. შენ რომ ეს ყველაფერი არ გადარდებდეს. შენ რომ ეს ყველაფერი არ გაფიქრებდეს, ჩვენ ძმობა ვერ იქნებოდა იცოდე რა. შენ გინეცვალე რა. დღეიდაღამ განაგონია სხვა რამეს ვფიქრობ, სხვა რამეს ვდარდობ. მეც მამა ჩემის ძმაკაცების ძმობას ვადარებ დღევანდელობას და არ აღგავს. ვფიქრობ, ეს ცუდია, ეს კარგია. ან ცუდი და კარგი საერთოდ არაფერ შუაშია. ეს სხვა არის, ის სხვა არის, რადგან დროის ცვალებადობა იწვევს გინდა არ გინდა ცვალებადობებს. ყველანაირ ასე ვთქვათ, დამოკიდებულებებში. მამა ჩემი და მამა შენი იმდენად სხვა ეპოქისანი იყვნენ, ვითომ არაფერია ეს 20 წელი, ეს 10 წელი. არა, ისეთი 20 და 10 წელი იყო, ისეთი ეპოქა გამოიარეს, რომ ეგ ჩვენ და კიდევ თავიდან მოდი მივყვები შენს კითხვას. შენ რო თქვი რომ მარტო ვარ. და შენ დიდი წრე გეყოლებოა. არა საყვარელო კაცო, მეც მარტო გახლა ვარ. მოდი ვთქვათ, ამის ავკარგიანობა. ჩემი ციხე-ტაძრის გადმოსახედიდან რა. მარტო კაცი თუ ღმერთთან ერთად არის. ეს სიმარტოვე საოცარია. ეს სიმარტოვე აღმავსებელია. დამაბრძენებელია. და საბოლოოდ იმდენად შეიმეცნებს კაცი აი ამ წუთი სოფელში სიმარტოვეში საკუთარ თავს, საკუთარ თავით უფალს, რომ თავისუფლობის ყველაზე საინტერესო ხარისხს ჩაეჭიდება და მიაღწევს ამ ნიშნულს. რაც შეიძლება კაცმა
თავისუფლება შეიმეცნოს და დაიდიოს წუთისოფელში. მეორეს მხრივ თუ კაცი ღმერთთან ერთად არ არის და მარტოა, მასში დარდი შემოვა, მასში დეპრესია შემოვა. მასში ისეთი ფიქრები შემოვა შემინდა სუფალმა, არასაღმრთო, რომ შეიძლება საკუთარ თავს ზიანიც მიაყენოს. შეიძლება უკვე ისეთი ეჭვიანობები დაიწყოს და განკითხვის ისეთი სურვილები აღეძრას, რომ უკვე ძველი მეგობრები ვეღარ სძლევდნენ მის დამშვიდებას. მე არ მომწონს ის, რომ კაცს რომ ვემშვიდობები, გადის 5 წელი და რომ ვნახულობ, ისევ იმ დღიდან ვაგრძელებ. საყვარელო კაცო, სადა ხარ? აი ეს პერიოდი. ჩვენ აქა ვართ და აი აქ ამისას ვლაპარაკობთ. ის ძალიან უპატივცემულობა ხდები ძმაკაცობისა. მე ასე ვფიქრობ, რადგან მე თუ კაცი მიყვარს, მე რო კაცი მიყვარს, მოდი ესე ვთქვა. ძმა არის ჩემი და ზრუნვა მინდა მასზე. და 4 წელი არც ვიცი რას ასჭამს, რას ასვამს. რა ბედნიერებს, რა არაბედნიერებს. აი ამ ბოროტისეული არის ჩვენი საწუთრო, ბოროტი მეფობს, როგორც უფალი ამბობს. ჩემი მეუფება ზეციურიაო, აქ ბოროტი მეფობს. ბოროტში მაინც და მაინც რქიანი და კუდიანი ვიზუალით არ უნდა წარმოედგინონ. სახარებისეულად, რაც სულს აზიანებს, ეს სიამენი, რაც გამფენილია და კიდევ უფრო ვიგონებთ, უფრო ლამას სიამეებს, უფრო ფერად ქაღალდებში ვფუთავთ, უფრო ფერად რეკლამებს ვუკეთებთ, რომ ერთმანეთს უფრო მეტად საცდური მივგვაროთ. აი ამ ცდუნებებზე მაქვს საუბარი და ამ უარყოფით მხარეზე. და შენ თუ საყვარელო ძმაო, კაცი, რომელიც მარტო სულია და იცი რომ ძალიან ბევრ საცდურშია და შენ არ მოიკითხავ, სულიერად ხო არ გიჭირს, რა შვები საყვარელო ძმაო? როგორ არის შენში ქრისტიანული სული? კვლავ მედგარია შენი წინაპრის ძვლები, რაზეც ეს არ არის უბრალოდ რაღაც ლამაზი კინოს ისტორიები, რომელიც ჰოლივუდი იღებს. საძვალეები ვიხილოთ ძმებო, სადაც ნამდვილი ძვლებია, რასაც მირონისტის დიდება ქრისტეს. ეს ციხე-ტაძრები, ეს ნაწრთობი ნაომარი ჩვენი საოცარი დანაოჭებული ველები და მინდორები და ნაკადულები ოდეს და მდინარეები სისხლით შეღებილი. ესე უბრალოდ რომ ლამაზ ისტორიებად ყვებით, ეგ არის პრობლემა. და არა აქედან გამომდინარე მე შენ გიყურებ როგორც აი ამ წინაპრის ანარეკლს საყვარელო ძმაო. და შენში რაც არ აღგავს და რაც ეწინააღმდეგება აი ამ ყოველივეს, მე თუ მიყვარხარ როგორც ქრისტიანი და მე თუ შენი სულის ცხონება მინდა საყვარელო ძმაო და არა უბრალოდ რაღაც შესამოსელი გქონდეს თანამედროვე მოდური, მე თუ შენი უკვდავად მინდა ვიყო ზეცაში ჩემს ძმასთან ერთად, ჩემს მოყვასთან ერთად, მარადისობამდე მინდა იყოს ჩვენი სიყვარული. მე არ მინდა უბრალოდ რაღაცა 10 წლები დავყოთ ერთად, ვჭამოთ, ვსვათ და დავხუჭოთ და შუქით ჩაქრეს ჩემამდე. არა ძმაო, მე მწამს და მჯერა აღდგომის დიდება ქრისტეს. მე მწამს და მინდა რომ მწამდეს და მჯეროდეს. აი ამ მთელი დედამიწის ისტორიაში გამორჩეული მართლმადიდებლური მრწამსისა, რომელიც მტრის სიყვარულს ქადაგებს, ვინც უნდა მოგკლას შენ, გეუბნება რომ არ არსებობს. ორი რაღაცით შეგიძლია შენ მტერი მოკლა და განაგარო. ერთით რომ მართლა მოკლა და თავი გდებინო და უმთავრესი მეორე რომ შეიყვარო. შეიყვარებ და მტერი აღარ არის ბიჭო. მტერი განკარდება. და დამიჯერე სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს. როგორც კი შენ დაანახებ მეორე მხარეს რომ გიყვარს, ის ვეღარ მოგკლავს ძმაო. რაც არ უნდა მართლა მოგკლას ფიზიკურად, იცოდე რომ კი არ მოგკლა, მან თავი მოიკლა. და შენ პირდაპირ სასუფეველში ხარ საზვერეების გარეშე. რადგან თავდადებულთა ხვედრი ეგ არის. რადგან შეწირულ დედათა და მამათა
სასუფეველია გვირგვინად მირთმეული. მე თუ ეს არ ამჯერა საყვარელო კაცო, კიდევ ვამბობ ჯერას პირობითად ვამბობ და მწამს სიტყვას, რადგან როგორც პროლოგში ვთქვი, უფალი ამბობს თუ გწამსო იოტის ოდენად მთა გადადგებაო, მაგრამ მინდა რომ წამდეს, მოდი ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ რომ წამს. მინდა რომ წამდეს. ეს გზა მინდა ჩემი ცოდვით მივიტანო, უფლის მოწყალებით. ვიცი რომ ჩემგან წმინდანი არ გამოდნება. ამდენი ცოდვა მამძიმებს, მაგრამ არა კაცის კაცობით უნდა ჰქონდეს და მართალი ცხოვრების გამო კაციმედი ცხონების, არამედ უფლის მოწყალებით. უფალია მოწყალე ისეთი, რომ მისი მოწყალება მაძლევს მე ცოდვილს იმედს, რომ ბიჭო, იმხე თავად სიყვარულია უფალი და თავის შვილს ალბათ არ გამწირავს რა, იმიტომ რომ მე ხომ მასთან მინდა, მაგრამ ერთია როგორ არ გაიწირები მამისგან, მაგრამ მეორეა რომ მამა არ იძალადებს შენზე საყვარელო კაცო, შენ თავისუფალი ნება გიბოძა, შენ უნდა ყოველდღე უდასტურებდე რომ მე ნებავს შენთან უფალო, ოროსანი ვარ ქრისტიანობაში, არაფერი ღვაწლი მე არა მაქვს, ვცოდავ კიდევ 1000 ჯერ იმას, რაც 1000 ჯერ ახსარებაში გითხარი, შემინდე, მაგრამ ნებას ვადასტურებ ჩემ თავისუფალს, რომ შენთან მინდა უფალო და არ დავცხრები სანამ ვარ, რომ შენთან მინდა, ოროსანი ვარ, ყველაზე ცოდვილი მე ვარ, მაგრამ შენთან მინდა უფალო, იცოდე. და უფალი იმდენად მოწყალია, რომ შენს ნებას რომ მიიტან ცოდვითა და მადლით სასუფევლის კარამდე, იმის იმედი მაქვს ბიჭო, რომ გულში ჩამიკრავს რა. მაგრამ აქ თუ შენ ნებას არიჩე, რაც არ უნდა უყვარდე, მან თავისუფალი ნება გიბოძა, საუფალო ნება და იგი არ იძალადებს შენზე. და შენ თუ არ გინდა მასთან, იგი ძალით არ მიგავლენს მასთან, ხვდები? და როგორც ბოლო ჟამის მამები ამბობენ, რომ დღეს სანამ ომები დაიწყება და მეორედ მოსვლის ჟამი დაიწყება, მანამდე იქნება არა מחვილით დევნა ქრისტიანებისა, არამედ დაცინვითო. აი ეგ არის ძალიან სასაცილო დღეს. აი საჩემოდ და საშენოდ ვამბობ ძმაო, დღეს სიწმინდე საბუჩა დაიგდებენ და უწმინდურობას ტაშს დაუკრავენ. დააკვირდი რამდენი თემა დედამიწაზე, მაგრამ აქა-იქ ბალღები, რაც მინახავს ქალაქში, იმ საკრალურ საღმრთო თემებზე იცინიან, რაც საზარელია ჩემთვის სანახავად რა. ქრისტიან კაცს מחვილის ნაცვლად დღეს ჩათვალე, რომ იარაღად ბოროტისაგან დაცინვით არიან შეიარაღებული. დიდება ქრისტეს, გახსოვს ქრისტეს დასცინოდნენ, გვემავდნენ, შეურაცხყოფდნენ და ჯვარს აცვეს ბოლოს. მაგრამ აქაც მინდა ვთქვა, რომ ქრისტე ჯვარს კი არ აცვეს. ქრისტე ჯვარს თავად ევნო. დიდება ქრისტეს. ილიკო ყურემ, აი ხა რაც თქვი რა. ბოლო ეპიზოდი რა. პირველ პოდკასტში აღვნიშნე, მე მგონი აღვნიშნე. ან შეიძლება მეგობრებისთვის მithქვამს, მოდი ესე გეტყვი რა. გამახსენე ძმაო. კომპლიმენტის ფორმა ექნება, ეხლა მაგრამ უფრო არსია მნიშვნელოვანი რისი თქმაც მინდა რა. უყურე, ჩემთვის შენ როგორც უდგები რელიგიას, აღსარებლობას და როგორც ამას რეტრანსლირებ გარემოში. მე მგონი ვთქვი პირველ პოდკასტში, ეს არის სიტყვაზე იდეალური მაგალითი
ქრისტიანი კაცი ამას როგორ უნდა აკეთებდეს. ეხლა კითხვასაც მოგაწევ რა. კომპლიმენტიც არის, მაგრამ ჩემზე არ ვიგებ, მე ესე ვხედავ რა. აბსოლუტურად მესმის. მე როგორც მაყურებელი გეტყვი მაშინ და შეგრძნების დონეზე რასაც ვგრძნობ რა. და ალბათ ბევრ შენ მეგობარს და ძმას ექნება, რომ ეს აურა გაქვს, რომელიც რაღაცნაირად გამშვიდებს რა და რაღაცნაირად მოქმედ. ეს არ არის შეიძლება მე და შენი მიდგომა რელიგიის მიმართ სიტყვაზე მე და ვიღაცის, შენი და ვიღაცის ისეთი მძაფრი არ იყოს, განსხვავებული იყოს რაღაცა, მაგრამ ყველაზე დიდი ქრისტიანული ნარატივი, რაც შენგან მოდის, ისაა, რომ ეს ყველაფერი არ ხდება თითისქნევით რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი ჩემთვის ახლა რასაც ვამბობ. უყურე ამ ბოლო დროს ალბათ ეგეთი გარემოა, რასაც შენი ძახი რა, სადაც სიტყვაზე რელიგიები, არა მარტო ქრისტიანობა, რელიგიები რაღაც ამბავში შეიძლება ხო ვიღაცისთვის ესეთი განხილვის ჭრილში იყოს, ვიღაცისთვის ესე. მაგრამ ადამიანები, რომლებიც რეტრანსლირებენ ამ რელიგიას და მოდი გავანებოთ სასულიერო პირებს თავი რა. იმიტომ რომ მათ მაინც რაღაცა კლიში აქვს და მოლოდინი გაქვს. ადამიანს შემოსილს რო ხედავ, მოლოდინი გექმნება რა. მაგრამ გილიგას რო ხედავ, სუფრაზე რო შევხვდები, არ ვიცნობ. ეგ მოლოდინი არ მაქვს. მიხვდი და უცებ სხვანაირი რაღაც რომ მოდის, სხვანაირად სასიამოვნოა. მოლოდინი სხვა არის და ფუნქცია, მოდი ესე ვიტყვი. მისი ნებაყოფლობით აღებულია ეს ფუნქცია, ცხოვრებით დაკისრებული თორე ეს ფუნქცია. მან ეს ჯვარი რო დაიკიდა, კაბა რო შეიმოსა და სახარებას რომ იკითხავს, ეს ფუნქცია, მან უნდა წმინდა სიტყვა როგორმე შეძლოს და ჩემში უნდა იქადაგოს და დაამკვიდროს, რაც თავარია. უბრალოდ კი არ უნდა ყოველი დღე აღასრულოს ისე რომ ჩაეთვალა აი ხუთიანი დავჯექი, არა, ჩემამდე უნდა მოიტანოს. ამიტომ მაინც მოვალეობად ვიღაცა ამას კარგად და ყველანი ადამიანები ვართ, ვიღაცა ამას 100-იანზე ახერხებს, ვიღაცა პირიქით ვერ ახერხებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მოდი მრევლში, ხალხში გადმოვიდეთ რა, ყოფით ცხოვრებაში, ვისაც ეს მოვალეობა არ გვაკისრია, გვაკისრია უბრალოდ ჩვენ როგორ აღვქვავთ ამ ყველაფერს და როგორ განვაგცობთ. აი ფორმა როგორც შენ ხედავ რელიგიას და ხალხში განავრცობ ამ სიტყვას, ჩემთვის არის იდეალური ქრისტიანული ნარატივი როგორც ხდება, მაგრამ რისი თქმა მინდა, იცი? ამ ბოლო დროს ბევრჯერ შემხვდა ამ სოციალურ ქსელს უნდა გაუხურო, მაგრამ რა ვქნათ, ეგეთი ცხოვრება მოვიდა, ნუ მინიმუმ ჩემი. და ყველასი ესე არ იყოს, რომ ხშირად გიწევს რაღაცეების ყურება და კონტროლი და ბევრი კერები გაჩნდა აქ-იქ, სადაც არაშემოსილი ადამიანები რელიგიას რეტრანსლირებენ, მიხვდი? და ეს კარგია. თუ ეს ემსახურება იმას, რასაც უნდა ემსახურებოდეს, კარგია, მაგრამ ხშირად ეს ხდება, რომ ერთი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ, მაგრამ ხედავ, რომ ამით ტკბება, ყოველი გამარჯვებით ტკბება. ხშირად ხდება ხოლმე დიალოგები, პოლემიკები რა. ქრისტიანსა და არაქრისტიანს, მუსულმანს შორის, სიტყვაზე გეუბნები. ქრისტიანსა, მორწმუნესა და ნაკლებად მორწმუნეს შორის. ქრისტიან მორწმუნესა და აგნოსტიკ შორის, ათეისტ შორის მნიშვნელობა არ აქვს. ორი განსხვავებული შეხედულების ადამიანი და ვიღაცეები რო უყურებ ხოლმე გულის წვეტა მაქვს რა და იქნებ მე ჩემშია პრობლემა, მე მესმის არასწორად და ესე უნდა იყოს, რადგან ვთვლი რომ ჩემზე 100-ჯერ უფრო გათვითცნობიერებული ხარ რელიგიურ კონტექსტში. ტკბობა როგორც კი მოდის გამარჯვების, როდესაც მე შენ გაკვეთილში მოგიგე და მე ამითი ვტკბები, ფასი ეკარგება ყველაფერს. აბსოლუტურად წყალშია ჩაყრილი ყველაფერი. თუ მე მოგიგე დიალოგში, ჩემი სიმართლე და მართლა ჭეშმარიტებას ეფუძნება 100%-ით, 10 მილიონი პროცენტით მე კარგად ვციტირებ, შეიძლება მჯერა რასაც ვამბობ, მერთმაკნას რო ეგრეც იყოს, მაგრამ რისთვისაც ვაკეთებ, ზეამოცანა არის მოგიგო და ქულა დავიწერო საკუთარ ეგოსთან, საკუთარ მაყურებელთან, რომ მე უკეთესაც ვიცი ქრისტიანობა და შენ რადგან არიცი, მე შენ მოგიგე. და მე დღეს 1-0. მუსულმანს მოგიგე, იმას მოუგე, ამას მოუგე. მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც შენ ცდილობ რელიგია აჩვენო როგორც შეჯიბრი, როგორც რაღაცა ინსტრუმენტი, რითიც შენ ოდნავ უკეთესად იგრძნობ თავს, იმიტომ რომ ოდნავ მეტი გაქვს წაკითხული წმინდა მამების სიტყვები, ოდნავ კარგად და ყურადღებით დააკვირდი ბიბლიაში სტრიქონებს, ვიდრე შენი ოპონენტი და როდესაც ეს გამოვლინდება,
მოგების შეგრძნება რო გაქვს, მე მგონია რომ დამთავრებულია. იქ ქრისტიანობა არ არის. ეგ არის დამთავრებული ამბავი. თუ არ მომაწონე, თუ არ შემაყვარე, თუ არ ჩამაფიქრე, მაშინ კაპიკია გავრცელების ამბავი. შენ მე ვერასოდეს ვერ შემომაბრუნებ. შენ მე სწორგზაზე ვერ დამაყენებ ვერასოდეს. შენ თუ ჩემში დამარცხების შეგრძნება გამოიწვიე, მე თუ დავმარცხდი შენთან დიალოგ, რაზე უნდა მელაპარაკო? ამ ბოლო დროს ეს ბევრმა აიღო საკუთარ თავზე რა. ვიღაცას ასაკის გამო აქვს ეს პრობლემა, ახალგაზრდული ჟინი აქვს და ეგოსთან ერთად ამ ქურლებს იწერს, მესმის, იმედი მაქვს რომ ეს შეიცვლა, მაგრამ ვიღაცა უკვე აღარ არის მაგასაკში. ვიღაცა დიდია, შენზე დიდი წვერი აქვს, შენზე და ჩემზე მეტი წელი უცხოვრია და მეტი წელი ულია ამ ქალაქში და ქვეყანაზე, მაგრამ იგივე მიდგომით არის. აი უყურე და ჩდება რატო ბოდავ ამდენს და რატო ვლაპარაკობ გაუგებრათ ალბათ რა. მეორე მხარე ჩდება მეორე მხარე. ვინ ამ წამს აირჩევს, მე რადგან ნება თქვი, ღმერთ შეიძლება სხვადასხვა სახელი დაარქვა რა. ვიღაცა ამას ეძახის, ვიღაცისთვის ეს არის რწმენა, წამსი. შენ თუ უფლისკენ მიმავალ გზაზე კეთილად ცხოვრობ, შენ თუ ცდილობ რომ სიკეთე განავრცო, ადამიანს დაეხმარო, როგორც შენ თქვი, წყალი გაუწოდო მწყურვალს, დააპურო მშიერი, ჩააცვა უქონელი. აი ამ ცხოვრებით თუ ცხოვრობ, შეიძლება ბიბლია არც იცოდეს, რომ არსებობს. შეიძლება მთაში იყო ცხვრის მეტი არაფერი ნანახი არ კონდეს, მაგრამ ესე ცხოვრობდე, ჩემი აღქმით შენ ცხონდები, ჩემი აღქმით შენ არანაკლები ქრისტიანი ხარ, თუ ამ დოგმებით ცხოვრობ, ისე რომ შეიძლება არც იცი. მაგრამ რისი თქმა მინდა იცი, რომ აი არსებობს აქეთ ამ მხარე. ადამიანები, რომლებიც ამით იმსჯელობენ ქრისტიანებზე. არა მარტო ქრისტიანებზე, ადამიანებზე, რომელიც რეტრანსლირებენ რელიგიას. ამითი არქმევენ სახელს. ესეთები არიან? მორწმუნეები, ესე მომიგეს? აბა, ცუდი რეკლამაა მაშინ. ჭალებში მიხვდი, ძალიან ცუდი რეკლამაა რელიგიის. და აი მაგის რეგულაცია, როგორც ჩემზე ბევრად გულწრფელად გეუნებ, ჩემზე ბევრად გათვითცნობიერებ და მორწმუნე ადამიანს. შენ შეიძლება არასხდები. აი მე რო ეხა გეუნები რომ ესეთ სიტუაცია და ალბათ გჯერა რომ არ გატყუებ და არ ვიგონებ და იცი რომ რაც ვნახე იმას გიყვები. მაგ მომენტში რა შეიძლება რომ შეიცვალოს რა? ანუ მაშინ ხო უფრო ლეგიტიმური ხდება ის რომ ვიღაცეები გაბრაზებულ გულზე მერე ძაგებენ რელიგიას. იუმორში განიხილავენ რაღაცას. იმიტომ რომ დამარცხდნენ, იმიტომ რომ თავის დროს სწორად სიტყვა არ მიაწოდეს, იმიტომ რომ საერთოდ მისი აზრი აბუჩად აიგდეს, ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი ესე რაღაცა ადგილები ქმნის განწყობებს. როცა პატარა ქვეყანაში ხარ, მით უმეტეს ბევრი არ ჭირდება რაღაცა ადგილები ქმნის განწყობებს. ეს ადგილები თუ გამრავლდა 20, 10, 30 გახდა, იქნება განწყობა. ეს განწყობა სუსტი ადამიანისთვის უკვე მარტივი ლოგიკა აზრია. თუ შენი აზრი არ გაქვს, ხო იცი ტრანსპორტს გავსო რა, საზოგადოებრივით მოძრაობ, ეგ ამბავი არის. ვიღაცისთვის ეს არის მე ესეთები არიან ეს მორწმუნეები? ესე მომიგო? ვაფშე არ წავიკითხავ მაშინ. ვიღადავებ მაშინ რა. შეურაცხყოფას მივაყენებ, მე ხვდი? პირიქით ვიზავ, ნაზლო, შეიძლება არც მესმის რას ვაკეთებ, მაგრამ ვიზავ. აი ამ მომენტში შენ როგორც ჩემზე გათვითცნობიერებული და უფრო ღრმად მორწმუნე ადამიანი, ჩემი სუბიექტური აზრით, გამოსავალს რაში ხედავ? ძალიან ბევრი შეიძლება ბევრი ვილაპარაკე იმისათვის რომ მარტივი რაღაცა მეკითხა. კლავ გეუბნები საოცრად ნაფიქრი კაცი ხარ, საოცრად ნაფიქრე თითოეული შენი კითხვა და მადლობას გეუბნები ძმა. ეს შენს აი ამ სულიერ ცხოვრების მხარეს გადადგმულ ნაბიჯებზე მესაუბრება და ხარობ შენით იცოდე რა. რო არ გადარდებდეს ეს ყოველივე ამდენს არ იფიქრებდი. ღმერთმა გაგაძლიეროს ძმა. ერთს გეტყვი რა, ჩემო გიორგი. უფალი აერთიანებს და ბოროტი ანაწევრებს და ყოფს. გავღმერთიანდეთ. ხომ გახსოვს? როგორ არ მახსოვს, მაგაზეც ვილაპარაკებთ მე რეგინა. მადლობა. აი ეს ფაქტები რაც შენ მითხარ და ამბობ რომ ესე თუ ის ვაჟი თუ ქალბატონი არ ვიცი ხიბლით გამარჯვების იერით დახურებს დამარცხებულს რა თქმა უნდა თუ შენ იცი რომ ნაღდად
ხიბლშია და არა უბრალოდ შეიძლება ეგეთი გენეტიკური წარბებია, კაი. არც მაგას გამოურიცხავ, რა თქმა უნდა. ხო, აქედან მინდა. კი, ეგეც დასაშვები ამბავია. რა თქმა უნდა, ეგეც დასაშვები. ეს ჩემი სუბიექტური აზრი იყო, მე როგორც წავიკითხე სურათი. ხო, მოდი რადგან რომ განკითხვა არ გამოგვივიდეს უცხოდ დისა თუ ძმისა, მოდი ვთქვათ რომ ჩვენ არა ვართ გულთამხილოვნი და ნამდვილად ვიცით რა ხდება. მაგრამ მოდი აბსტრაქტულად ავიღოთ ფაქტი, რომ მსგავსად იმ ადამიანმაც დაადასტუროს, რომ დიახ, მე გამარჯვებული ვარ და მე ზემოდან ვუყურებ დამარცხებულს. რელიგიურ ჯახში, მოდი ესე ვთქვათ. რელიგიურ რბოლაში უფრო კორექტული იქნება რელიგიასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ. იმდენად მნიშვნელოვანია ორ ადამიანს შორის საუბრის დროს, რომ სიყვარული იყოს მათი თავარი პრიორიტეტი და მერე იყოს უკვე ის თემა, რაც დაშენდება ამ სიყვარულზე, რომ თუ მათ შორის სიყვარული არ არის. გამორიცხე, რომ რაც არ უნდა ლამაზი სტუდია იყოს, გამორიცხე, რომ იმ საუბარში სიკეთემ გაიმარჯვოს. მაფათერო გაწყვეტინე, პატივისცემა საკმარისი ერთეულია როგორ ვიქნებ. პატივი იმდენი ცხოვრობს და ისე გვიცხოვრია პატივით საყვარელო კაცო. პატივი ძალიან სახიფათოა. სიყვარული და პატივი აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა. მეც გეტყვი. ჩემმა მეგობრებმა გულითადად ახლონი ვინც არიან, რადგან მეც ამა რამოდენიმე თვის წინ მივხვდი ამ ყველაფერს, იციან, რომ მე შენ მიყვარხარ. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია ფრაზა, ხო ასეა? 37 წელი ვფიქრობ. და რას მივხვდი იცი საყვარელო კაცო, რომ მე შენ მიყვარხარ კი არა. მე შენ გენდობი. ის სიტყვა დიადი აგერ იყო ჩვენ შორის და ასეთი ნიშნულობა არასდროს მიმინიჭებია. და რატო? აბა გაიხსენე. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გიყვარს, მაგრამ არ ენდობი. კი ბატონო. მაგრამ აბა გაიხსენე. ადამიანი, ვისაც ენდობი, გამორიცხულია რომ არ გიყვარდეს. ეგრე გამოდის. ვერავინ ვერ გავიხსენე ხა მაგამ ბავში ხო რომ ვინც მიყვარს და ასე. და ეს სიტყვა აღმოჩნდა სიყვარულთან ერთად გვირგვინოსანი საყვარელო ძმაო. და მეთქი სად იყო ეს სიტყვა, რატო აქამდე ვერ მივხვდი რომ მე შენ მიყვარხარ, შემინდე უფალო. ღმერთი სიყვარულია, მაგრამ არა შემინდე ასევე, თუმცა დღეს გაცვდა ძმაო, გაცვდა ბიჭო ეს სიტყვა. გავცვითეთ თითქოს. შემინდოს უფალმა ესეც ჩემი მცირედ მორწმუნოების ბრალი ალბათ ამ სიტყვაზე ასე რომ ვსაუბრობ, მაგრამ აღარ მანაყრებდა მე შენ მიყვარხარ ყურში მოსმენილი შეყვარებულებისაც კი, იმიტომ რომ ხვალ ხედავდი რომ მათ ესენი სხვა და სხვა მხარეს გარბოდნენ. მე ვისაც ჩემს ძმებს ვენაცვალე, მე ვისთანაც მიმღერია სერენადები ჩემი ძმაკაცების ოჯახებზე გესაუბრები. საქართველოს ტკივილზე გესაუბრები. სხვადასხვა მხარეს წასულან საყვარელო ძმაო და ვერავინ ვერც შენი ძმობილი წვეროსანი გილიკა ვერაფერს ვერ გამხდარა. ვერც დიდი და ვერც პატარა. და რას მივხვდი იცი რომ მე შენ გენდობი აი ამას რო იტყვი ადამიანს. ეს გაცილებით დღევანდელობაში ჩემი ციხე-ტაძრის გადმოსახედიდან გაცილებით უფრო დიდ რამეს აღნიშნავს, ვიდრე მე შენ მიყვარხარ. შემინდოს უფალმა და ყველა ადამიანმა, ვისაც ცოტა შეიძლება ხისტად მოხვდეს, მაგრამ ერთი წამით სიყვარულს არ ვაკნინებ. მე ვაკნინებ დღევანდელ მსუბუქ მდგომარეობას და ვამხელ, რომ ისე ავამჩატეთ ამ სიტყვის კვლავ პროლოგს დავუბრუნდები, ამ სიტყვის თქმა. მეორეს მხრივ შეიძლება თუ იმ მორალით ვიცხოვრებთ, სიტყვა სიყვარულზე ისე ვთქვათ, რომ კუბოსკარამდე უერთგულოთ ამ სიტყვას. მაგრამ მეორეს მხრივ
აი მიყვარს, მაგრამ რა ვქნა ნდობა არა მაგ არ გაამართლა, არ ვენდობი, ეჭვები აღმეცრა. მე ეჭვს დაემატა კიდე რაღაც მეორე ასე ვთქვათ, ცოდვის მიზეზი, მესამე ცოდვის მიზეზი და ვერა რა. სიყვარული დამარცხდა. აიტყობა არ მყარებია მეუბნებიან. მაგრამ როდესაც კაცს ეტყვი რომ მე შენ გენდობი, მე ძმაკაცებს ბალღობი და როგორ ვირჩევდი იცი? როდესაც ძმა ახალ ვაშს გავიცნობდი საძმაკაცოდ. აი წამებში რომ ვგრძნობდი რომ ეს ჩემ დასაძმაკაცებელი კაცია და იქიდანაც ვიგრძნობდი ამ ძმურ ცეცხლს და ქარიშხალს ხელის ჩამორთმევისას. წამიერად განმარტოვდებოდი ჩემს ფიქრებში, ჩემს თავთან და ვამბობდი. ეხლა რომ მესროლოს ზურგში და მე რო გადავრჩი. რას ვიზა? გადავტენი? შეუნდობ და დავცილდები? თუ ჩავიკრავ გულში და ვეტყვი რომ არაფერია ძმაო. ყველაფერი კარგად არის. და თუ აი ძმაზე ჩემი შინაგანაც სინდისიერად, ხო, ვიცი ჩემი კარნახი გულისა. მეუბნება რომ შენ გულში ჩაიხუტებ, არ მოიცვლებ. всё რა, აი მან უწყვეტი, იქ არავინ არ მავალდებულებდა არავის, ჯერ სიტყვაც არ მქონდა ძმობის ნათქვამი. აი მე გეუბნები სანამ ძმურ ძმაკაცობაზე სიტყოდი მანამდე რომ საკუთარ თავთან ჯერ საუბარი მქონდა ამას ვაპატიებ არა. კვლავ ჩემი ძმად დავიტოვებ და თუ კი იყო ჩემი სინდისისა პასუხი დღეს ყოველი ის ძმა იცოდე კუბოს კარამდე ჩემები არიან და მე მათი ვარ რა. და ეს იყო იმ ბალღობაში სადაც გაცილებით სუფთა ვიყავ გონით, გაცილებით მართალი ვიყავ გულით. იმის შემდეგ ბევრი ცოდვა იხილა გულმაც და გონებამაც ჩემმა. მაგრამ აი იმ ბალღობის ძმებს კიდევ ვამბობ. უკვე კანონს მიღმანი არიან ძმები თუ კანონს გადმოღმანი ჩვენ ვიცით რომ სულ რომ ისე მოხდეს ღმერთო ჯვარი გვეწეროს რაც ვთქვი ჩვენ ერთმანეთს გულიდან არ მოვიცილებთ რა. ერთმა გიმრავლოს ძმაო ეგეთები. ერთმა გიმრავლოს. მადლობა ასევე. და ერთი კიდევ ჩემო გიორგი. ადრე მეგონა რომ ვაჟობა იყო მე შენს გამო აი იმას შემინდოს უფალმა თავს მოვაჭრი. და ეხლა მივხვდი ამ ხელა მუდრუგი რომ თურმე ბიჭო ქრისტიანული ძმობა ეგ კი არ არის მე შენს გამო იმას მოვკლავ. მე შენს გამო რაც არ უნდა მოსაკლავი იყოს სიცოცხლეს ვაჩუქებ. აი ეგ ყოფილა სულ სხვა სიმაღლე რომ შენ მოკლა კი არ შეგილია. მოკლა ბევრ ცხოველს შეუძლია შეჭმა ლეშისა ან მონადირება ლომს ნადირისა. მაგრამ რით განსხვავდები ადამიანო? ის რაც არ უნდა შენ შეურაცხყოფილი იყო. შენი ძმობით ჩემი სინდისი შეურაცხყოფა ნამუსი რაც კი იმ კაცმა მე ამყარა და მომყინა შენ ისე მიყვარხარ სიცოცხლე მიჩუქნია. აი ქრისტიანული სულის აი რა ინდობა. აი სადაც ჩანს მამაო ჩვენოს რო ვკითხულობთ ადამიანები ღმერთად რომ ვაღიარებთ მამას ღმერთის შვილები როგორ იქცევიან. აი სადავ ჩანვართ ძმაო. ერთხელ ძმაგას უთხარი ბიჭო მოიქეცი რა როგორც ღმერთი მოიქცევდა მეთქი და აუ გილიგ მკრეხილობა რეებს ამბობ. წაიკითხე შედალოცილო თავად წერია რომ მადლით ღმერთები უნდა ვიყოთ და პავლე მოციქული ამბობს ბაძვიდეთ მე ვითარცა მე ქრისტეს და თავად უფალი ამბობს რომ ვითარს მამარს სრულყოფილი თქვენი ისეთი სრულყოფილება გმართებთ თქვენ და მერე ჩვენ კიდე ვოლიერში გამომწყვდეულ მაიმუნებს ვემსგავსებით რაღაცეებს უყობედობთ რაღაცეებს ვაკეთებთ არც ჩვენი საყბედო და არც ჩვენი გასაკეთებელი ძმა. რა გითხრე ჩემო გიორგი? გაუღმერთიანდა.
გაუღმერთიანდეთ. ეგ სიტყვა ვინც ეხლა შემთხვევით თუ არ იცით. ამდენი ხანი გავიდა რაც გააკეთე. წელიწადზე მეტი. წელიწადზე მეტია უკვე? იმიტომ რომ ეხლა მეორე, ეხლა მინდია. ეხლა მინდია. აუ როგორ მევას. ვაიმე. აუ როგორ მევასე, ბაშე, ვერა, პროსტა ვერა გიხწერა კლას. მაგაზე ეხლა ვილაპარაკებ, სულ დამოვსდა ერთ წამ კამერებს გადავტვირთავ. არა სერიოზული პოდკასტი. წეგან სიტყვა გავღმერთიანდეთ გილიგამ გააკეთა 1 წლის წინ შემთხვევით თუ არ იცით მუსიკალური ნაშრომი რა მოდი ესე დავარქვათ რომელიც ძალიან გამოირჩევა სტილისტურად პირველად რომ ჩამიგდო ცოტა ვერ მივხვდი რა ჩააგდო სანამ ჩავრთავდი რა უცებ მეთქი გარეპა მან დავიჯერო მეთქი გილიგამ რა შუაშია გილიგას და გარეპა მეთქი კლასიკური ჰიპ-ჰოპის გარეკა და გარეპა გარეკას არ ვიფიქრებდი გულწრფელად გერ მაგრამ გარეპა მეთქი რაღაც ძიებაშია ალბათ ძმა მეთქი რაღაცა სტილისტიკის თუ რაღაც და ჩავრთე და ნუ აი მაგრად ვისიამოვნე მე მითხე რომ სამი ის არისო გეგმაშიო რა ხო სამეული მინდა სამების ამბავშიო რა რაღაცა და ეხლა ხანს ვილაპარაკეთ მეორე ჩავუშვა მინდია ქვია ხო მოდი მაგ წამოწყებებზე მომიყევი რა ვინც არ ნახეთ ორივეს ლინკი აღწერაში არის შეგიძლიათ გაჩეკოთ ისიამოვნოთ და რავი უსმინოთ დატკბეთ რა მადლობა დიდი საოცარი საინტერესო სიტყვათა კრებულია გავღმერთიანდეთ რადგან ერთიანობა ჩემო გიორგი დააკვირდი ბოროტმაც გაიგო რომ ძალა ერთობაშია ბოროტი გაერთიანდა და სიკეთეს ნერწყვავს ძმაო. შესაბამისად ძალა ერთობაშია, მაგრამ ღმერთის გარეშე ერთობა არ არის საღმრთო. შესაბამისად როგორც სიყვარულს არაფერს არ ვერცი ისე ერთობას ერთიანობას და გაერთიანებას არაფერს არ ვერჩი, მაგრამ იქ როგორც მიგნება ჩემი რომ მე შენ გენდობი და ეს რაღაცნაირად მედიდურად უყურებს თითქოს მე შენ მიყვარხარს შემინდე უფალო აქ მოდი გავერთიანდეთ რაღაცა მოდი გავღმერთიანდეთ აი ეს უფრო ალბათ რაღაც უფალი რადგან ჩემი ბაგით მამეტყველებს მისი ნებით დიდება მის ძალასა და მადლს ალბათ ჩემი გამოსათლელია და მოსაქარგე ეგეთი რაღაცეები. რამე დიდებაო ქრისტეს მე კიდევ ამბობ. სხვა რა საქმე მაქვს. სანამ კიდევ ესე დავდივარ ცარიელ ტარიელი. ხო და ეს სიტყვა რომ მოფრინდა რაღაც სხვა ძალა მოვიდა ჩემთან და ჩემი გამოღადრილი ყელის შემდეგ არც მანამდე ვიყავ კარუზო, მაგრამ სიმღერას ვეღარ ვახერხებ, მოკლედ რა. შეიძლება გითხრა. ხო და კარუზო. ვეღარ ვახერხებ, აი ერთი თავიდან ბოლომდე რომ სიმღერა ვიმღერო აქ იოგებთან იმენად დაზიანდა ოპერაციის დროს რომ ვეღარა და ასე ვთქვათ, რეჩიტატივზე გადავედი, რეპზე როგორც ბრძანე რა. და რატომაც არა დარწმუნებული ვარ რაში იცი რომ ვაჯაბშავლას დაბადების დღეს ვარ დაბადებული ჩემო გიორგი დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ვაჟა რომ თანამედროვეობაში ახლა ცოცხლად მენახა ისეთ მაგარ დუეტს შემოგთავაზებდით რომ უარს ნამდვილად არ მაკადრებდა რა იმიტომ რომ რაშია ლექსის პოეტური ღირებულება ლექსი მღერის თავად მუსიკის გარეშე ვაჟას ლექსებში რამხელა მუსიკა უნდა მოისმინო ძმაო. გალაქტიონზე აღარ ვამბობ და რუსთველზე აღარ ვამბობ. ჩემს ვაჟაზე ვამბობ, რადგან მის დაბადების დღეს დამბადა უფალო. ხო და დავიწყე მეც ასე ვთქვათ, გაღმერთიანების პოეზიის გამომზეურება, რადგან გავღმერთიანდეთ სიტყვამ სანამ არ დაიბადა, სიტყვამ თავად მიკარნახა რომ მე რაც მანამდე ლექსები მეწერა საღვთისმეტყველო პატარ-პატარა შიგნით მარგალიტებით საღმრთოდ სადიდებელი და ერისთვის სადღეგრძელო უცბად მომინდა რომ გამეერთიანებინა და მოკლედ დავიწყე პირდაპირ უკვე
ფიქრი სამ სიმღერაზე, რომელიც იქნება ქადაგება. პირველი არის მამა ჩემთან ერთად გავღმერთიანდი, რასაც ქვია და ხო რაღაცნაირად აღმოჩნდა ღვთისმადლით ვიდეოგრაფიის ნიჭი. ეხლა რეჟისორობაზე არ უდებ თავს, მაგრამ რეჟისერთი გახლავთ. შენი შეფუთვა იყო, შენი მასკენი კონცეფცია, ხო? კი, ღამე მესიზმრებოდა ის თითოეული კადრი. უსაყვარლესი ჩემი ძმები დამეხმარდნენ, ჩემი ბექა ერელაშვილის თამადობით და პირველი რეჟისორი, პირველი კლიპის ჩემი ბექა ერელაშვილი და მადლობა მინდა უთხრა მას, იმიტომ რომ თვითონ თავმდაბალი ქრისტიანი კაცია და ამით და ის იმდენად შეერა, რომ უბრალოდ მითხრა გილიგი მოყვები. და ის ძმები, ვინც ამ ყველაფერში გვერდში დამიდგნენ, ზუსტად ეგ ქრისტეს ჯარისკაცები არიან, რომ არანაირი ფინანსურ სარგებელზე იქ არ არის საუბარი, აქ არის ზმური ქრისტეს ჯარისკაცთა ერთობა, რომელთაც გვესმის ჩვენ რას ვემსახურებით. გილიგ რატო არ გამოსცემ წიგნსა და დღეს წიგნს ცოტა კითხულობს. და ეს არის ჩემი წიგნი ჩათვალე. მითხრეს ზეციდან აპირებს, ურტყამს ცენტრს და ნაპირებს. ზეცა გვისრულებს დანაპირებს, კვეთს მართალი დანაპირებს. ეს არის მეორედ მოსვლის პათოსი აღწერილი, რომ ცეცხლოვანი მესია ზეციდან მოვა და განკითხვა იქნება, განკითხვის ჟამი და ის რომ ცენტრშიც თუ განაპირას ყველასთვის მოვა, ზეცა შეგვისრულებს თავის დანაპირებს. არავის არ ეგონოს რომ ამ დღეს დააღწევს თავს. და რაც შეეხება მეორე უკვე ნაბიჯი მინდია, ხოგაის მინდი ეგეთი ნაწარმოები იყო ხალხური, შემდეგ ვაჟამ დაწერა გველის მჭამელი, სადაც მინდია და აი მანდაც დავიჭირე. იქ არის ხოგაის მინდი და ეს არის მინდია. მინდი და ია ბიჭო. თითქოს ინი და იანივით არის რა. თითქოს შერწყმა არის ორი კაცისა და ქალის ერთობისა, როგორც მარადიული ადამ და ევას პოეზია და მინდია. აქ მე გილი გამღერის და რა თქმა უნდა მამაკაცი მყავს გამოყვანილი, მაგრამ არასდროს არ ჩამოდის მთიდან ბარში მინდია. ეს ნიშნავს რომ დაბლა არ ეცემა იმ თვალსაზრისით რომ აი ეს ხიბახუბა საზრუნავი რაც ადარდებს დღეს კაცს, მინდიას არ ადარდებს. სულიერ სიმაღლეზეა. არასდროს არ ჩამოდის მთიდან ბარში მინდია, მინდიამ კარგად იცის მთაში რა მინდია. მარტო ცხოვრობს როგორც ნიჟა რაში მინდია. ღამე მიდის სანადიროდ მაშინ როცა ბინდია. მოგეხსენება რომ ზეცის ამინდი მან თუ იცის კარგად, ანუ იცის საღმრთო იდეები აქვს შესწავლილი და საღმრთო ცნებები. ღამე მიდის სანადიროდ მაშინ როცა ბინდია. ნადირობა ერთის მხრივ საყვარელს უნდა უჩნო საქმენი საგმირონია და იმ შემთხვევაში ნადირობაც ერთ-ერთი საგმირო საქმე იყო. რომ ნახე რა მაგარი ბიჭი ვარ, მაგრამ ეს ღამე მიდის მაშინ როცა ბინდია. რაცა იქ მოდეს მარჯვენა ისენი მარცხენამ არა უწყოდესო. თან ნადირი ვიზე მიდიან სანადიროდ მხეცზე. ამ შემთხვევაში ჭინკებს დევნის, ოღონდ არა იმიტომ რომ ვიღაცამ წერან შენ მაგალით რომ მოიყვანე, არა ვიღაცამ რომ გაინახე როგორ გავიმარჯვე თავი მომწა, არა. მაშინ როცა ბინდი არავის დასანახად არა. ქრისტეს მხედარი ოღონდ არა ვიღაცის ტაშის დასაკრავად არა. ღამე ბინდში. მარტო ცხოვრობს როგორც ნიჟარაში მიდია და არის ასკეტი. მარტო მყოფელი, მონაზონია რა. მინდიას ხმალს ბევრი მტერი გაურინდია. მინდია ძველი თაობის რაინდია. მერი როგორ არის? მოკლედ დაგავიწყდა საკუთარი. მოკლედ ამოვიწყდა. თქვენ ჩართეთ და ნახავთ. მოკლედ
ძმებოდა დებო თავად ნახავთ ალბათ და მოკლედ მაგრადისია და საინტერესოა ამასთან ერთად ის რომ ეს ვიდეო შერწყმა ძალიან ეს ვიდეო არის ძველისა და ახლის შერწყმა ხო ეგ შერწყმა ძალიან და ჩემი და ნუცაგი საოცარი გოგო მოკითხვა აი ძალიან ნუციკოს დაწერილია მისამღერის ნაწილი ხვდები და მადლობელი ვარ იმიტომ რომ ეს ორი თაობა ორი სამყარო ისე საინტერესოდ შეერწყა რომ აი ზუსტად იმას ვამბობთ პატიოსანო მსმენელნო რომ არ არსებობს დროჟამი სადაც ერთი რაღაც უნდა მოიკვეთო და მეორეს მიეკედლო შენ თუ თანამედროვე ხელოვნების მომწონებელი ხარ და არა მედროვე ხელოვნების რომელიც დროსთან ერთად იცვლება არამედ თანამედროვე რომელიც დროსთან თანაარსებობს როგორც ჩვენი კაბაჩოხა ეს არ არის ძველი სამოსი ეს არის თანამედროვე სამოსი დროსთან თანა არსებული სამოსი რომელიც არანაირ ასე ვთქვათ წუნს არ დაიდებს ნებისმიერ კლასიკურ ნიმუშს რომ შეადარვა ნებისმიერ თანამედროვე ნიმუშს მაგრამ არის რაღაც ფოჩიანი შარულები რომელიც ჩვენ გულმოსავს ხოლმე რომელიც დღეს არის მოდაში ხვალ აღარ არის ეგ არის მედროვე და ეს არის თანამედროვე და ეს თანამედროვე ღირებულებები ქრისტიანობაში აი მოფენილია ხო გეუბნებით რაც აი რა ვიცი აი ღამე რომ ადრე ღამე იყო და დღესაც ღამეა და ადრე დღე იყო და დღე დაახლოებით ესეთი უტყუარი დრომ ხო ვერ შეცვალა ღამეა დღეა აი მართლმადიდებლობა არის მოფენილი აი ამ თანამედროვე ღირებულებებით და არასდროს არ უნდა რაღაცნაირად მივაკუთვნოთ ხოლმე პირველ საუკუნეს მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა რადგან ქრისტიანობამდე იყო მესიის მოლოდინის სწავლება და ქრისტიანობის შემდეგ რო გაცხად და ღმერთი ადრე თუ გვეგონა რომ ვინ არის ძველ აღთქმის ხალხს გულისხმობს სად არის მოსეს ჯულში სწავლებები რაც იყო რომ მხოლოდ რჩეულებს ელაპარაკებოდა უფლის ანგელოზი განკაცდა იმიტომ რომ გვეჩვენოს და გითხრას აი მე განკაცდი რადგან შენ გითხრა რომ შენ განაღმრთობა შეგიძლია ანუ გაღმერთიანება იმიტომ განკაცდა თორემ ჩვენ ყოველთვის ვიტყოდ ეს გიგე ღმერთია ძმაო ჩვენ რატომ განკაცდა იცი ქრისტე დიდება ქრისტეს იმიტომ რომ ჩვენ არიფებმა ეგ ვეღარ ვთქვათ რა რომ ეგ ხო ღმერთია ეგ ღმერთია კაცად მოსული იმიტომ რომ კაცო განაღმრთობა გასწავლოს და შეგაძლებინოს და აღარ გეშინოდეს შენ არა მე არ შემილია მე მოკვდავი კაცი ვარ არა შენ უკვდავებისთვის ახარ შექმნილი ეს უნდა გვახსოვდეს და მამაო ჩვენ როდესაც ამბობ ეს არ არის კიდევ ამბობ ლამაზი სადღეგრძელო პირდაპირ მამა როდესაც ეძახი მამა შენს რო ეძახი რა განცდაც გაქვს ძმაო თუ დაო მამა აი ესე უნდა მიმართო პირდაპირ შვილი ხარ მისი ძმაო და როდესაც ბრექებით დავდივარ ხოლმე ქალაქში რა ბრექებით დადისო ალბათ ამბობენ და ღმერთი მამა მყავს და მითხარი აბა სხვანაირად როგორია დიდება ქრისტეს წარმოიდგინე მამა რომ მყავს რაღაც დირექტორია ან მინისტრი ან პრეზიდენტი და როგორ დადიხარ რაც არ უნდა შენ დაცვა არ გახლდეს წარმოიდგინე ძმა ხო შენ ხო მაინც ოთახში რომ მარტო იყო იგაც ხო გეტყობა რომ პრეზიდენტის თუ მინისტრის შვილი ხარ ღმერთის შვილი ხარ ძმაო ხვდები როგორ პატივში უნდა ამყოფო როგორ პატივში არა პატივით რომელი პატივის დღევანდელობაში განისაზღვრება ეს პატივი არამედ იმ პატივით რომელიც არის საკუთარ სულზე ზრუნვით მაცხონებელი მადლის სურვილით გამჭვალული ამ პატივზე მაგსაუბარი მაგრამ დღეს ჩვენ ეგ პატივი ჩავანაცვლეთ ეს რა არის ძმაო აქ სად არის ის ოქროს ჭიქით მორთმეული რაღაც 35 წლის წინანდელი კონიაკის რაღაც მოჩუქურთმება ხო ხვდები ჩვენ ეს პატივი მიგვაჩნია პატივად ხვდები არა და მინდა ვატარო მარად იდეა უსასრულობის ვიცი კიდეა
გზა აქ არ წყდება, იქით კიდეა. თავში წავიდე, არ წავიდე. ფეხით კოსმოსში თავსაკიდეა, კარადის გვერდით მან საკიდეა. ბაწარი ჭაში ჩასაკიდეა, ცაზემზე ჩვენი დასაკიდეა. არ გინდა რომ გამოვუშვა, ეხ შენც კარგი თქულობენ. მინდიაში. ხო, მაგრამ ცალკე მაინც არ კითხულობ, ვინც კითხულობს რა დააშავა, მოდი ასე ვთქვა. რაღაცა პატარა ამბავი რა. არაფერი. ალბათ მაგის დროც მოვა. სადაც 2 ამხელა კლიპი და ეს გააკეთე, ერთი პატარა ციგნის. ხო, აი მესამეს ამბავიც ვითხარი. ღვთის მადლით ისე მოხდა, რომ მადლობა მეგი გაბუნიას საოცარ დიზაინერს, საოცარ ქართველ დედასა და ქართველ ქალს. მისი მეგობრობით უცბად აღმოჩნდი ამერიკაში. ამერიკაში დამხვდა ჩემი უსაყვარლესი ძმა, მის ოჯახთან ერთად შაკო გოცირიძე. შაკოს ჰქონია თურმე პატარა production-ი შენს ენაზე ვიტყვი. ხო. და ისეთი კლიპი გამოვაცხეთ. ეხლა მესამეზე ლაპარაკო. მესამეზე ვსაუბრობ. როდის დააპრემიერებ? მონტაჟზეა? აი ეხლა მონტაჟის დაწყებას ვაპირებ თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ეს სიმღერა ამ სიმღერას ქვია დრონი. მიფრინავს დრო და ჩვენს თავზე დრონი მიფრინავს ვინელის ვაგონს, ვინ თავად აგებს თვით მფრინავს. ესეთი მისამღერი აქვს და იმდენად ფილოსოფიურია ესეც რომ სამი ხომ სურდა სამები სადიდებლად. მაგრამ 3/4-ში ხო გსურს. ხო და სამში მეოთხეობა ეგ არის ხო 3/4-ის წევრობა რო 3-ში მეოთხე შე რო იყო გაღმერთიანება ეგ არის და იმ მესამე ტრილოგიის მესამე ნაწილს ქვია NASA. ოღონდ NASA ნება არს სიცოცხლის არსი. აბრივიატურა ეგაა და არა ის NASA ხო? ხო, არა. ხო, შატლების სამფრენი შვიდობა არა და ხო? სიცოცხლე ადამიანთა რასას. პანდორას ძიებაში წარმატებები NASA-ს. დაიმახსოვრეთ კარგად, გიამბობთ ახლა რასაც. მიწაზე თუ ვართ ფრენა მოგვიწევს მაღლა ცასაც. ეს არის ასე ვთქვათ იმ ტრილოგიის ნაწილის პოეზია. ველი ძმაო, ველი. შენ გულსვენიცო, ძალიან დიდი მადლობა. ვა, თან ამერიკაში დერსკად გადაგო. ხო. და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. და ჩამოვდივარ ამერიკიდან და ჩემი დავით წივწივაზე, ვისი კადილაკის მყავს ჩემს მინდიაში. დავით შენ გულსვენაც ვარ. კაი კადრები ეგ ძალიან. იშვიათი გულის ძმა არის, ახლა შეძენილი ჩემი დავითი და ჩამოვდივარ ამერიკიდან მანჰეტენზე, ბრუკლინ ბრიჯზე. საინტერესო კადრები გადავიღეთ მე და შაკომ და უცბად დავითი მეუბნება, გილი ბიჭო, თეთრი ლიმუზინი მყავს მაგარი და არ გინდა შენ კლიპში ავაფეთქოთო? მეთქი ძმაო. აბაფეთქო? წვერმოსილი კი მაქვს, მაგრამ მე წვერმოსილი კი ვარ, მაგრამ ტერორისტი კი არა ვარ, რა უნდა ავაფეთქო? შენ ძმობას პიცა რომ მოკლედო? ამის გაკეთების ნერვები არ მაქვს და აფეთქების ნერვები მაქვს. წამოდიო რაღაცაში გამოვიყენოთ და მოკლედ. ხო ხდები უკვე რა ძმა. და მოკლედ უცბად გადავწყვიტე, ძალიან კარგად იყო, იმიტომ რომ იქ არის ყველაფერი რომ წარმავალია ამაზე საუბარი დრონში და მიფრინავს დრო და ჩვენს თავზე დრონი მიფრინავს ვინელის ვაგონს, ვინ თავად დაგებს თვით ფრინავს და იქ პოეზია არის რომ ვეღარ მიხვალ 4/4-მდე ბაღვენახებით, ქარზამბახებით, მაიბახებით. და შესაბამისად მაიბახს არავინ არ დაგვეწევინებდა, მაგრამ ისეთი ლიმუზინი იყო. და ლიმუზინის წავკიდეთ ცეცხლი ძმაო და დავწვით აღონდ საინტერესოდ დაიწვა ძალიან. აი დავით მახელიც დაიწვა ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაწვიტვა აფეთქეთ და არა დავწვით, იმიტომ რომ აფეთქება ისეთი ბრუტალურია რომ ქრისტიანულ სულს ვერ დავანახებდი, რისთვისაც ანუ უფრო ბოევიკში გადავიდოდი და აქ იმიტომ წავკიდეთ ცეცხლი, რომ ყველაფერი დაიფერფლება და ამის გამოხატვა გსურდა და რაც არ უნდა თავიდან რაღაც პიჯაკში ვარ და რაც ლიმუზინში ვითომ კაი ტიპი ვარ, შემდეგ გადმოვდივარ და რა ძმა, არაფერი არ არის. ზეცის გარდა და შესაბამისად ალბათ ეს ქრისტიანული რეპია, მოდი ესე დავარქმევ
და კიდევ მინდა მამებს უთხრა ათონის მთაზე ძალიან დიდი მადლობა რომ მოასმენინეს თავიანთ წინამძღვარს ერთ-ერთმა ბერმონაზონმა ჩემმა უსაყვარლესმა მამამ და იქიდან კურთხევა და დალოცვა მაქვს გარდა ჩვენი უსაყვარლესი მამებისა რომ ქრისტეს ქადაგება სადაც არის ჩვენ ვლოცავთ იმ ვაჟსაც და იმ პროექტებსაც რადგან შენ ცუდი არაფერი არ გსურს ამით პირიქით გსურს ქრისტეს ქადაგება და როგორც პირველი სიტყვა იწყება გაუღმერთიანდეში გიორგობას დავწერე და გიორგობას გილოცავ გიორგი შემოგევლები ასევე მე მიყვარს ხოლმე გიროვარ და სხვებს რომ უბრეკავს სხვა სახელებს და მათ ულოცავ ის უფრო მსახურებაში უფიქრობ გამოხატულიც არის და მეთვლება რომ გიორგი კი არ ველოდებოდე ის დამირეკავ რადგან გიორგი არამედ ძმაო გილოცავ ვახტანგ გიორგობას ნანიკო და გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს მათ ვინც ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს ვხედავ იბანს პილატესებრ მას სახელებს ვინც გაყიდა ვერცხლის სწორედ მას ახელებს მაგრამ ჯერა მომავალი მას ახელებს არ აღრევენ ტერმოყვარის გვარსახელებს გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს მათ ვინც ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს დიდება ქრისტეს ასე იყო კარგია მოლოდინის რეჟიმი ჩართულად გამომიცხადებია კარგია ბიჭო მაგრა გამისწორდა ეგ ამბავი რა არ ველოდი დიდი მადლობა აი მარტივად ისე აი ხო გეუბნები ჯერ მეგის მადლობა უცბად ამერიკაში აღმოჩნდი იმ საოცარ ადამიანებთან ერთად ვინც ამერიკაში ვიხილე და ვინც აქედან წავედით კიდევ ჩამოვედი ლიმუზინს ჩემამზე მინდა გაწვევიდე ყოველ დღე ძმა მეუბნება გიმიკ წამოწმა თან ბიჭებმა თვითონ მსახურეს დაალაგებულიყო ძმებმა არ ვიცი რა არ ვიცი ღმერთი დიდება ქრისტეს ზეცისნებით წარმატებები მთელი გულით მაგრამ იხარია ეგ ამბავი ხვალსად მიფრინავ დღეს და დავგეგმეთ რომ ხვალ დილით მიფრინავს გაფრენის ესე ხარ მაცხოვრის მოსალოცად საფლავისა იერუსალიმში მიდიხარ პირველად მეოთხე ანუ არა ისე რა ნაგლი ვარ ყოველთვის პირველად გილიგას რო კითხე პირველად მეთქი ნაგლი არა ხარ შენ საყვარელი ძმა ხარ და მადლობა კიდევ ერთხელ ამ საოცარი ძმობის სახალხო დასტურისთვის ასეთი ძმობით დახვედრისთვის და უპირველესი მადლობა იმაზე ფიქრისთვის და დარდისთვის რაც შენი საფიქრები და სადარდია როგორც ქართველისა და უპირატესი როგორც მართლმადიდებელი კაცისა. შეგვინდოს და გაგვახაროს ძმა. მადლობა ძმაო დიდი. მადლობა შე. ბოლოსკენ დღესთან კიდე ერთხელ ვიზახ კაცი დიდ ამბავში მიდის. აღარ მოგაწყენ ბოლოსში გავიდეთ. მადლობას გეტყვი იმისთვის რომ აქ ხარ თავისთავად მადლობა. ვიეგოისტებ და იმას გეტყვი რა რომ რაღაცა ეპიზოდებში ცხოვრებაში არიან ადამიანები ვისი აურაც ხანდახან გჭირდება. ან პირიქით არიან ადამიანები ვის აურასაც უნდა მოერიდო რა. შეიძლება ეს შენი ძმა იყოს, და იყოს, დედა იყოს, ყველას ჩვენი აურა გვაქვს, ჩვენი რაღაცა გვაქვს და არის მომენტები რომ ვიღაცა როგორც აი ელემენტს დატენვა ჭირდება, ეგრე გჭირდება. ეგ მადლია. ხო, შენ რო ამბობ უნდა მოერიდო, ეგ უმადლობა. ალბათ ეგრეც არის. და ხო, ეგრეც არის. უმადლო კაც ისეთი ენერგეტიკა აქვს რომ ეგრეც არის. ხო, ეგ არის ძმაო რა. ეგ არის მადლი და უმადლობა, მეტი არაფერი საერთოდ. ალბათ ეგ არის, ხო. ხო, და ეგ მქონდა რა. ეგოისტურად მინდოდა აურა. ანუ უცბად გეუბნები. რაღაცა მჭირდებოდა, გადაღლილი ვარ, ძალიან გადაღლილი ვარ. ბევრი რიგი მიზეზების გამო, ობიექტური მიზეზების გამო სიტყვა მამა რთული ყოფილა, თურმე ძალიან როგორც შენ აღნიშნე, ხო მაგარია მამა რომ უფალს ეძახ, შენ რო გეძახიან მამას. ეს ძალიან რთული ტვირთი ყოფილა რა. ისეთი რთული ტვირთი ყოფილა ჩემო ძმაკაცო რომ ვერც კი აგიხწერ ასე რომ დავიღალე. კარგი ეს ისეთი დაღლა, ეს წუწუნი დაღლა არ არის, ხო ხტები? რო არ ელოდი ისეთი დაღლა არის. თურმე
ხო, რაღაცეები ის არის, რა რთულია ამ ცხოვრებაში და ეხლა კიდე რაღაცა სხვა ეტაპზე გადადის ცხოვრება და მჭირდებოდა მოკლედ აი ესეთი აურა რა, 7 აურა, სწორი სიტყვები, სწორი მიდგომები მჭირდებოდა და ამიტომაც თან ეგოისტურად რა, თან მომენატრები ლაპარაკე და თან შემოგევლე მე ანალოგიურად რა. ფინალური მეგობრებო, დესერტი გვაქვს ხოლმე. რჩევებს არ მახსოვს, მაშინ გქონდა დესერტი ბოლოს რჩევები, ან ფილმის რაღაცის დატოვება, წიგნის დატოვება, ეს რაღაცა მქონდა მაშინ, წესით იყო უკვე. რაღაც მკითხე იქნებოდა კი. არ მახსოვს რა დავტოვეთ. წიგნი მე მგონი არ დამიტოვებია. სახარება თქვი მე მგონი? თუ არა. ახლა ვიტყვი სახარებას, მაშინ არ მithkoms. სახარება და 1000 გახარებოდი. ყველა მსმენელს, ყველა მართლის მაძიებელს და სიტყვა მაქვს, ფული არ აღირს, სიმართლე გვერდს არ აგივლის. ვით ტყვია თოფი არ აღირს, გულის ფიცარში გაგივლის. ეგეთი ლექსია. და მინდოდა რომ მეთქვა რა. და კარგი ქედი რო თქვი. კარგი ქედი რო თქვი. დავტოვებ სახარება? დატოვებ სახარებას? კი, რჩევა წასაკითხად. უკეთეს ვერ დატოვებ. ვერ წაიკითხა. მოდი მე ესე გეტყვით. არაფერს არ ამოვანათებ, ხა როგორმე სახარებას მიაგნებთ თუ სურვილი გაქვთ წაკითხვის მიაგნებთ. მე რჩევად დღეს დავტოვებ, რადგან გამორჩეული პოდკასტია ხოლმე, და თვლი რომ გამორჩეული ნამუშევრები მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ ეხა ძმა არის და ძმის რაღაცა მინდა რომ უფრო მეტი თვალი მოხდეს. არა, ანუ რაღაცა კარგი დაილექება თქვენში. აღწერაში ახლა გადადით. და ის ორი კლიპი, რომელიც ის ორი მუსიკალური ნამუშევარი გავღმერთიანდეთ პირველი. აი მაგთან მიდევრობით ნახეთ, ან ჯერ ნახეთ გავღმერთიანდეთ და მე ნახეთ მინდია. მაგრად ისიამოვნებ. თავის დროს ორივე რაღაცა პოსტებად რო გადახედოთ მიდევს ახლა ჩემი ემოციები და რაღაცები, მაგრამ ჩემი რჩევა იყოს გილიგას აი ეს ორი ნამუშევარი. დიდი მადლობა გიორგი. და ისიამოვნეთ რა. დიდი მადლობა. ჩემო ძმაკაცო, უღრმესი მადლობა. ზოგადად რო ეგეთი ხარ, როგორიც ხარ, კარგ ამბავში მიდიხარ ძალიან. მეც ადრე თუ გვიან ერთხელ გამომაგდეს ხო იცი? მართლა 2010-ში ვარ ნამყოფი ფესტივალზე და ძალიან საოცარი დრო გავატარეთ თეატრმა რა. მოვიარეთ ყველაფერი, იორდანეზეც ვიყავით, განვიბანეთ, წავედით იერუსალიმში, ნაზარეთში, ყველგან და აი მაგ განწყობით 2016-შიც მარტო გადავწყვიტე წასვლად, ბიჭო, რატომღაც ჩათვალე ეს? მე არა მთელი რეისი, ქართველების და უკრაინელების. 2 დღე კაპეზეზე ვიყავი. რაც მეუბნე. 2 დღე ბორკელებით, აი ეს 45 კაცი, რატომღაც გადაწყვიტეს რომ დავრჩებოდით რა. გულწრფელად გაიხსენე ახლა. დავრჩებოდი თუ არა, გულწრფელად გაიხსენე. ბევრი ილოცე. რო დამიჭირეს მერე თუ ხო, რო დაგიწირეს. გულწრფელად გეტყვი ერთი წამი, არა, ერთი წამიც ლოცვა არ გავხსენებია. იყო ბრაზი, რომ ვერ უმტკიცებდი დასაკითხ ოთახში, ტიპი რომ მიყვირო და სახეში, ჯერ მეცინებოდა, მაგაზე უფრო ბრაზდებოდა, რომ მეთქი ფილმში ხო არა ვართ, ანუ როგორ დაგიმტკიცო, რომ ვლოგის გადასაღებად მივდივარ წმინდა ადგილები მინდა გადავიღო, მე ტელავიში ჩავიდე, არაო დარჩებიო, არ დავრჩები მე ვთხარ, ხო და გამიყვანეს აი ეს. იმის მერე მქონდა ჩარტყმულის რაღაცა რა, 6 თვე რო არ გაგუფლება. ეხა მივხვდი რომ დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი ისე. ანუ აი ძალიან ეს არის მოვლილი მაქვს ალბათ რავი ნახევარი მსოფლიო და ეს არის ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი რა. საქართველოს შემდეგ ვასახელე. უიმე ეს არის ისეთი აურის და ისეთი ენერგეტიკის ადგილი განსაკუთრებით იერუსალიმი. ეს არის ნიშნულობა არა აქვს სიტყვაზე ვიძახი რელიგიური ხარ არ ხარ რელიგიური მორწმუნე. ეს არის ადგილი სადაც შენ შეიგრძნობ იმხელა ენერგეტიკას ამ პოდკასტზე არაერთ სტუმარს უთქვამს რომ არის ადგილები მსოფლიოში სადაც იგრძნობა ვიბრაცია რომ შედიხარ დიდი ენერგეტიკა აი იერუსალიმი მეგობრებო ეს არის ადგილი სადაც განსაკუთრებით საღამოს აი ხალხი რო აღარ არის რა აი 6-ის მერე მე მახსოვს ეს ამბავი რა ცოტა ნისლი რო შემოდის ამ ქალაქში დღისით ხო ხმაურია მთელი მსოფლიო ჩასულია წმინდა ადგილებს ნახულობენ იქ მოკლედ აი ეს დუხს და მერე საღამოს ეს ქალაქი ხდება მისტიკა თითოეულ ადამიანი დაიარება და შეგრძნება თუ გინდა რომ შეიგრძნო ეს ქალაქი დღისითაც მიდით მოილოცეთ ყველაფერი ნახეთ ადგილები მაგრამ
საღამოთაც მიდით. ეს არის საოცარ. აი ეს ვიბრაციები მახსოვს. პატარა ვიყავი რა შედარებით, ახალგაზრდა ვიყავი 20-21 წლის ვიყავ, პირველი გასტროლები იყო თან. მე მახსოვს რა სახეებით დავდიოდით რა. ეს იყო აი ესეთი ენერგეტიკა და ეხლა ამდენი წელი გავიდა და შემშურდა, მეც მინდა. აუცილებლად აღარ ჩამირთყათ, მესაზღვრებით თუ არ დავრჩები, გეფიცე, ბავშვი მელოდება სახში, ძორი მელოდება სახში. მოვილოცავ, მოვივლინა, გამომიშვით უკან. გულის სკანერი გქონდეთ, გადამიღეთ. ხო, აი ჩემი სამშობლო გამოჩნდება თქო და ეგრე, ასევე ეს ეხება ამერიკის საელჩოსაც გეყვეცებით ორივე მითხარით უარი თავის დროს. რატო? რა დავაშავე? უკან დამბრუნებელი ვარ, დავიფიცები მართლა აქ ოჯახი მყავს, თელი ცხოვრება მაქვს აქ. მოვინახულებ რაღაცას ამბო. ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩათვალე გამოცდა იყო, რადგან შენ რომ მიდიოდი იქ იყოს ნება შენი უფალო. აი ეს გახსოვდეს ჩემო გიორგი, რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს, იყოს ნება შენი უფალო. ეს მამოჩენოში როგორა? იყოს ნება შენი ვითარცაც სინეგრიცა ქუეყანასაზე და თუ შენ მამის ნებას მიენდობი, მეინდე საყვარელო ძმაო, ისეთი კარგად იქნება ყველაფერი შენს თავს, შენ რომ არც ერთ შენ სიკეთით სავსე სიზმარში შენი თავისთვის არ წარმოგიდგენ. ჩემპიშაკა, ამინ. ამინ ეგრე. ამინ. ჩემი უფროსი მეგობრის შვილის ქორწილია ახლა. და ძალიან საინტერესო დაუბერდით ხო ამასობაში? ეგ ფრაზა ხვდები როგორ ჟღერს? დაუბერდით, ანუ ჩვენ მაგაცების შვილებს ქორწილები აქვთ. დიდები ვართ გილიკი. მაგრამ სწრაფად გავიტყვი. ყველა ვამბობ ხოლმე მე პატარა ქართველი ვარ, ხამცეკავ და ხამღერი ვარ. დაუბერდით. მადლობა საყვარელო. მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ ხალხო. პატივცემ მამზირელს და მსმენელს ასევე დიდი მადლობა. რამდენი ხანია? იმ თალვაშს. აი 2 საათი გამოგვივიდა. შეხარჩევი ბატონი. ისე გავიდა ვერც ვიგზენ, მართლა გეუბნები. ისე გავიდა ერთ გამახსდა რომ კამერები იყო გადასატვირთ. მაპატიეთ რომ ნახევარი პოდკასტი ახლა ცენტრალურ კადრს უყურეთ, მაგრამ იმდენად შემithრე ახლა ამ საუბარმა მეორედ აღარ ავდექი რა. რაღაც ამბობდი მაპატი ეგ გაწყვეტინე. არაფერს არ ვამბობდი. გარდა იმის რომ მადლობელი ვარ თქო იმ გოგო ბიჭების ვინც მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ საღმრთოს სიყვარულის შესახებ. სიყვარულით და მადლით გალბილებული გულის შესახებ. და ჩათვალეთ რომ ცხოვრება იმად ღირს რომ ადამიანი ღმერთზე ერთი წამით მაინც აფიქრო და ეს ცხონდი შენ და შენ გარშემო ცხონდებიან ათასეულნი ჩვენ ძალით მაცხონენი ვართ ეს არის ჩვენი პრობლემა ჩვენი მეზობლის ნათესავით ვიწყებთ ცხონებას აი ჯერ ის მერე ის და აი მე ხო ისედაც თუ რაღაც ეგრე არა და იმ სიმარტოვეს რასაც შენებობდი ჩემო გიორგი ღმერთთან ერთად გაატარე და მენდე რომ ყველასთან ერთად იქნები მარტო არ იქნები ჩვენ არ ვიცით ღმერთთან ერთად ყოფნის მადლის შეგრძნება ეს რომ ვიცოდეთ ძმაო ვერავინ ვერ დაგვიჭერდა ვერ მონაზნობის გავხდებოდით სადღაც გამოქვაბულში მაგრამ ჯერჯერობით როგორ ვარ იცი გამოვდივარ გამოქვაბულიდან არ გეგონოს შენგან რამე მინდა ენერგიას ვიღებ ცაზე მზიდან სიტყვას ვამბობ სულ სხვა სიმაღლიდან ფრენა მინდა მშვიდობის ხიდიდან მტკვარში სუფთა წყალი როგორც ჭიდან მე მოვწყვიტე ცოდვა ვაშლის ხიდან ცოდვილი ვარ მოდგმით ადამიდან გამოგიყვან გამოქვაბულიდან ცგერა მესმის მე შენი გულიდან ენერგიას ვიღებ ცაზე მზიდან და შენც გიყვარს სულ სხვა სიმაღლიდან ეს იყო შენ გენა ცვალე მე შემოძმაკაცო ჯანზე მეყოლე ერთობით ვიყოთ ხოდზე მეყოლე და არასოდეს არ შეიცვალო რა გასაჭირიც არ უნდა მოგივლინოს უფალმა მოგუმადლოს უფალმა თქო მითხარი ხო მივხვდი რასაც გულისხმობ რა კონტექსტშიც არასოდეს კინეცვალე და აი არაფერმა არც ქებამ არც დიდებამ ქრისტეს არ შეცვალოს რა აი ეს აურა არ შეიცვალოს არასოდეს და ეგეთივე ელემენტი იყავი როგორც დღეს ჩემთვის იყავი ყველასთვის ვიყავრო აუფ ძმაო ჩემო შენ გულს ვენაც აუფ ძმაო ჩემო მადლობა მადლობა ჩემო
თქვენ რა გითხრათ? ურმესი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით, ჩემო ოქროებო. დღეს სათვალით არ ვარ. დააფიქსირებდით და ეს მაშინდელი გილი გასთხოვნა არის. დღეს არაფერი აღარ უთხოვია. მაშინ მთხოვა რომ თუ არ გეწყინებაო პოდკასტზეო სათვალის გარეშე რო იყო. ეს იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც პოდკასტზე სათვალი არ მეკეთა და დღესაც მეორე პრეცედენტი ისევ ამ ადამიანთან. სხვებმა არ მიწყინოთ. ისევ სათვალე დაბრუნდება. ეს გილიგას ამბავი იყო ჩემთვის. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი აჭარაბეთია. მალე შევხვდებით. მეც იგივე შრომაში ვარ, მეც იგივე ამბავში ვარ. ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. ტრადიციულად სულ ყველას. პირველად ვიყურეთ ძველი გამომწერი ხართ, შევთხოვით ჩაგერთოთ, მნიშვნელობა არ აქვს. გაკოცეთ ისერში. არა. სერიოზული პოდკასტი.